7 აგვისტოს მექაში თურქეთის, საუდის არაბეთის და პაკისტანის პირველმა პირებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ურთიერთთავდაცვის ელემენტსაც შეიცავს. ბევრისთვის ეს ახალ ნატოდაც განიხილება. თქვენ უყურებთ პოდკასტს როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ მექის თავდაცვის შეთანხმებაზე, თუ რას მოიცავს ის, რა დინამიკა არის მისი წევრ ქვეყნებს შორის და რა პოტენციალი აქვს ამ ორგანიზაციას. ამ მიმართულებით დღეს ჩემი სტუმარია აღმოსავლეთის მკვლევარი სანდრო ბაკურაძე. შეგახსენებთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, ქვემოთ კომენტარებში დაგვიტოვოთ თქვენი მოსაზრებები და დაგვეხმაროთ, რომ ხმა მივაწვდინოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო მოვლენებს ვაკვირდებით ჩემი გადმოსახედიდან და მინდა ეს მოვლენები ჩავშალოთ. ეს არის თურქეთის, პაკისტანის და საუდის არაბეთის მიერ შექმნილი მექის ხელშეკრულების ფარგლებში ახალი თავდაცვის კოოპერაციის ასე ორგანიზაციასაც ვერ დავარქმევ, ჯერ კონტურები არ არის, მაგრამ რაღაც შეთანხმება არის, რომელსაც ფართოდ უკვე დასავლეთში ასე კითხვის სახით მოიხსენებენ, შეიქმნა თუ არა ახალი აზიური ნატო და მინდა რომ ზუსტად ამ თემას ჩაუღრმავდეთ. ახლა ყველაფერი ყოველთვის ისე არ არის, როგორც ზედაპირზე ჩანს, არის ძალიან ბევრი შიდა დინება, დეტალები, ამ ყველაფერს ჩაუღრმავდებით. მოდი მაყურებელს აუხსნათ, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ესე ფართო დაფარვა არ ქონია ამ ინფორმაციას. ვიტყოდი არც მაგალითად მსოფლიოში ახლა გეოპოლიტიკის მიმდევრები უფრო საუბრობენ ამაზე ვიდრე მეინსტრიმული ახალი ამბების წარმომადგენლები. რას ვაკვირდებით, რა არის ეს რეალურად, რას მოიცავს ეს ხელშეკრულება და რას ნიშნავს ეს ყველაფერი? მოგესალმებით და პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისათვის. ამ ალიანსს რაც შეეხება, ეს ალიანსი განპირობებულია პირველ რიგში მისი მონაწილე ქვეყნების შიდა საუდის არაბეთის შემთხვევაში კი მისი რეგიონული საჭიროებებით. საუდის არაბეთს ერთი მხრივ ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს იემენში და იქ არსებული ორგანიზაცია ანსარულლაჰი იგივე ჰუთიები, ჩვენთან ჰუსიტებსაც რომ ეძახიან, ფაქტობრივად აკონტროლებენ ჩრდილოეთ იემენს და მიუხედავად იგივე საუდებისა და ჰუთიების მოლაპარაკებებისა, იგივე ბაბელმანდების სრუტის საკითხი, ჰუთიების ირანთან კავშირის საკითხი და ბევრი რამ კვლავ ძალიან ღიად რჩება და იმის გათვალისწინებით, რომ იემენი არის სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა, სადაც ჰუთიების ასე ვთქვათ, გავლენის წერტილებით ძალიან დეცენტრალიზებულია, აქ მხოლოდ და მხოლოდ საავიაციო კომპანიით ეფექტური შედეგის მიღწევა შეუძლებელია, ხოლო სახმელეთო შეტევის კუთხით აქ საუდის არაბეთმა საკმაოდ ცუდი შედეგები აჩვენა და ვერც ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა მათ მხრივ კოლუმბიელი და სუდანელი დაქირავებულების გამოყენების მცდელობებმა. შესაბამისად, საუდების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ სწორედ ეს იემენის საკითხის ასე თუ ისე ან გადაწყვეტ ან მისი ისე შეკავება საუდებს სერიოზული პოტენციური პრობლემები ვერ შეუქმნას და ბაბელმანდების სრუტის გადაკეტვის ალბათობა მოიხსნას. ხოლო მეორე მხრივ საუდებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ირანსა და ამერიკას შორის მიმდინარე კონფლიქტმა აჩვენა, რომ ყურის ქვეყნები არიან ძალიან დაუცველები და ერთადერთი ქვეყანა, რომლის რეალურად დაცვაზეც ამერიკა შეიძლება ნერვიულობდეს, არის ისრაელი და ისრაელის შემთხვევაში პირველ რიგში ამერიკის შიდა პოლიტიკური საკითხებია გადამწყვეტი, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ამერიკისთვის მართლაც ძალიან ღირებული მოკავშირეა, ამერიკის მიერ ისრაელის უპირობო მხარდაჭერას განაპირობებს არა რეალური სტრატეგიული საკითხები, არამედ ის, რომ განსაკუთრებით რესპუბლიკელებში საკმაოდ ბევრია ევანგელიკალი, ანუ ეს არის ერთგვარი პროტესტანტული ამერიკული სექტა, რომლის მიმდევრების საკმაოდ ნაწილიც ისრაელს გარკვეულ საკრალურ ღირებულებებს მიაწერს და მათი ხმები ძალიან მნიშვნელოვანია რესპუბლიკელებისათვის. და ასეთ შემთხვევაში ეს ქვეყანა აქტიურად ცდილობს მოიძიოს, საუდის არაბეთი აქტიურად ცდილობს მოძებნოს რომელიმე ალტერნატივა, რომელიც ამერიკასთან პოტენციური ურთიერთობების დაძაბვის შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ისეთ შემთხვევაში, როდესაც ამერიკა სათანადო ინტერესებს არ გამოიჩენს, მათ რაღაც გარკვეული თავშესაფარი შეიძლება ჰქონდეთ. იგივე ეხება გარკვეულწილად თურქეთსაც, რომელსაც სირიასთან მიმართებაში ისრაელთან საკმაოდ დაეძაბა სიტუაცია და გუშინაც ისრაელმა კიდევ ერთხელ დაბომბა ბაზა, სადაც თურქები პოტენციურად თავიანთი სირიაში არსებული სამხედრო კონტინგენტის გაფართოებას გეგმავდნენ. შესაბამისად ასეთ რეალობაში
ეს ქვეყნები ერთი მხრივ ეძებენ გარკვეულ ალტერნატივას ამერიკის გავლენისადმი და ეს მართლაც ასე, მაგრამ მეორე მხრივ აქ ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული და შიდა პოლიტიკური ინტერესებიც და აქ თუკი საუდის არაბეთისთვის მთავარია საკუთარი რეგიონული და მსგავსი ტიპის ინტერესების დაცვა, თურქეთისა და პაკისტანისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ფინანსური საკითხები. თურქეთი ძალიან სერიოზული ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. მეორე მხრივ მას გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი სამხედრო ინდუსტრია, რომელსაც ძალიან სჭირდება ფინანსური ინვესტიციები და ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუს გაცვლა-გამოცვლა. ხოლო მეორე მხრივ თურქეთში ხელისუფლებას საკმაოდ სერიოზული ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს და აშკარად ჩანს, რომ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვების შანსები ბევრად ნაკლები აქვს, ვიდრე ჰქონდა. და ასეთ შემთხვევაში მას ესაჭიროება კიდევ ერთი მორიგი საგარეო პოლიტიკური რაღაც შიდა საზოგადოების მობილიზებისათვის და აქ ალიანსი, თუნდაც მისი შინაარსით და მისი პერსპექტივები ძალიან პრობლემურის, რომელსაც ერქმევა ესეთი კარგი სახელი როგორიცაა მექის შეთანხმება თურქეთისათვის ძალიან სერიოზული პოპულისტური რაღაც დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს და შიდა საზოგადოების მობილიზებაში ძალიან შეიძლება დაეხმაროს ერდოღანის ხელისუფლებას. რაც შეეხება პაკისტანს, მასაც ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, ხოლო მართლ ფაქტობრივად ჯარის მიერ კოორდინირებულ ხელისუფლებას ძალიან სერიოზული ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი ისევ პატიმრობაში იმყოფება. კორუფციის პრობლემები ისევ ძალიან სერიოზულია. ისევ არის დაძაბული სიტუაციები ხაიბერ პახტუნხვას პროვინციაში პაშტუნურ მოსახლეობასთან მიმართებაში, ისევ არის სიტუაცია დაძაბული ავღანეთთან მიმართებაში, ისევ არის სიტუაცია დაძაბული ბელუჯისტანში და მას ემატება პაკისტანის ძალიან რთული ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამისად, პაკისტანი, რომლის სამხედრო კონტინგენტიც უკვე არის წარმოდგენილი საუდის არაბეთში, აქტიურად ცდილობს ერთი მხრივ საუდის არაბეთის ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებას თავისი ძალიან მყიფე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის გადასარჩენად, ხოლო მეორე მხრივ თურქეთთან ალიანსის გაფორმება პაკისტანის ხელისუფლებას ძალიან კარგ პოპულისტურ კარტასაც აძლევს შიდა მოსახლეობის კონტროლისა და საკუთარი ლეგიტიმაციის გაძლიერებისათვის. საქმე ისაა, რომ პაკისტანში ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ძალიან პოპულარულია სახალიფოს იდეა. და იმისათვის თუ გავიგოთ, რომ კარგად გავიგოთ რა არის ეს სახალიფოს იდეა, რომელიც პაკისტანში ჯერ ისევ პოპულარულია, საჭიროა წავიდეთ მე-19 საუკუნის ბოლოსაკენ. მე-19 საუკუნის ბოლოს თურქეთს მართავდა სულთანი აბდულჰამიდ მეორე, რომელმაც ოსმალეთის სულთნებში პირველად რამდენიმე საუკუნის განმავლობაში კვლავ აქტიურად დაიწყო ხალიფის ტიტულის გამოყენება, რომელიც ამავე დროს ოსმალეთის სულთანს სუნიტი მუსლიმების სულიერ ლიდერად აცხადებდა. მართალია არაბულ მოსახლეობაში ამას დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია და არაბების უმეტესობა ოსმალეთის სულთნის ხალიფობას არ ცნობდა, რადგანაც ოსმალეთის სულთანი არ იყო არც მუჰამედის შთამომავალი და არც არაბი და შესაბამისად მისი ხალიფობა უზურპატორობა იყო, მაგრამ განსაკუთრებით ინდოეთში ოსმალების ამ პროპაგანდამ ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა და ამის შემდეგ ჯერ ინდოელი მუსლიმები და შემდეგ უკვე ის კატეგორია, რომლებსაც პაკისტანი დაარსეს, თურქეთს ერთგვარ სახალიფოს სამშობლოდ მოიაზრებენ და მას შემდეგაც კიდეც სახალიფო გაუქმდა. უბრალოდ პაკისტანურ მოსახლეობაში ეს იდეა და ეს სიმპათიები კვლავ არსებობს და შესაბამისად თურქეთთან ნებისმიერი ალიანსი, ან თუნდაც ასეთის არსებობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერ პაკისტანურ პოლიტიკურ ძალას გარკვეულ პლუსებს ძენს ხალხის თვალში და შესაბამისად ეს პოპულისტური მომენტიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ალიანსის პირობებს, ქაღალდზე ისინი ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ როდესაც დაიწყო კითხვები, არის თუ არა ეს ალიანსი ანტიირანული, ანტიისრაელური და ასე შემდეგ, ვხედავთ, რომ სამი ქვეყნის ლიდერებმა ძალიან ორაზროვანი განცხადებები გააკეთეს, რაც გვაჩვენებს იმას, რომ მიუხედავად დიდი პრეტენზიებისა, სავარაუდოდ ის მასშტაბები, რომლისთვისაც ეს კონკრეტული ქვეყნები მზად არიან, რომ ერთმანეთს დაეხმარონ, საკმაოდ შეზღუდული იქნება. ანუ წინასწარ არ განსაზღვრეს საოპერაციო სივრცე, რომ აი ამ შემთხვევაში მუშაობ, რაც ერთის მხრივ გაურკვევლობას ნიშნავს და მათ მოწინააღმდეგეებს და პოტენციურ საფრთხეს ყველას აგრძნობინებს, რომ შეიძლება მათ წინააღმდეგ გამოიყენონ, მაგრამ ასევე გადაუწყვეტელობის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჩამოყალიბებულები არ არიან ყოველ შემთხვევაში რა იქნება, როგორ იქნება.
ძალიან საინტერესოა ისრაელი ვახსენეთ და მინდა ერთ ხაზზე გავუსვა ერთ თემას, რომ შეიძლება ახლა როდესაც ადამიანი იგებს, რომ აი რაღაც ესეთი თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაცია შეიქმნა რაღაც ახალი, შეიძლება ჩათვალონ, რომ ირანისგან მომდინარეს ან ბოლო პერიოდში ამერიკის და ისრაელის ქმედებები ირანში რაც იყო და ირანის საპასუხოდ იყო, მაგრამ თვითონ ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ამ თემაზე საუბარი დაახლოებით 3 წელია მიმდინარეობს, ანუ ეს წინსწრებია იმ მოვლენებისა, რაც არის. მაგრამ მიმთხვევა დროში 7 ოქტომბრის თავდასხმას ისრაელზე და შემდეგ ისრაელის პასუხს ამ ყველაფერზე, შემდეგ 2005 წლის ისრაელის ჩატარებულ ოპერაციას ყატარში და უკვე იქითკენ მივდივართ, რომ ცოტა ამერიკაც და ისრაელიც ფიგურირებს როგორც ჩანს ამ უსაფრთხოების კალკულუსში, რაც არის. რაზე შეიძლება ჩვენ ვივარაუდოთ აი დღესდღეობით, რომ რის საწინააღმდეგოდ არის შექმნილი და კონკრეტულად რა ფუნქციებით შეიძლება გამოყენებული იქნას ამ ქვეყნების მიერ უახლოეს პერიოდში. მე ვფიქრობ, რომ ეს ალიანსი პირველ რიგში საუდების მიერ ორგანიზებული და ყველაზე მეტად სწორედ საუდის არაბეთს ესაჭიროება რეალური პოლიტიკური და სამხედრო საჭიროებებიდან გამომდინარე, რადგან საუდის არაბეთს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს იმ მხრივ, რომ მათ ვერანაირად ვერ შეძლეს საკუთარი სამხედრო ძალების ეფექტურ საბრძოლო ფორმირებად ჩამოყალიბება, ხოლო დაქირავებულების გამოყენებას, რომ თავისი სერიოზული საზღვრები და ლიმიტები აქვს, ეს იემენში ძალიან კარგად ვნახეთ. და აქ ვერაფერი ვერ შეცვალა იმ უთანამედროვესმა ამერიკულმა შეიარაღებამაც, რომელიც საუდის არაბეთს გააჩნია. ამავე პერიოდს ისიც გაირკვა, რომ თუ კი საქმეზე მიდგება, ირანის წინააღმდეგ, იგივე ამერიკის შეერთებული შტატები არანაირად არ არის მისად, რომ ყურის ქვეყნების ედაიცვას, როგორც ეს უკანასკნელნი ისურვებდნენ. და აქ საუდის არაბეთი ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ თურქეთისაგან მას აქვს იმედი, რომ ის მიიღებს ნატო სტანდარტის ტყვია წამალს და ზოგადად სამხედრო აღჭურვილობას დაბალი და საშუალო ტექნოლოგიური საჭიროებებით, თუ კი ამის საჭიროება იქნება, რადგან როგორც აღმოჩნდა ამერიკას სრულმასშტაბიანი კონვენციური ომისათვის საჭირო სამხედრო მრეწველობა ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ გააჩნია და რამდენიმე წელი დასჭირდება მის სრულად რელსებზე დაყენებას. და ასევე თურქებს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ქურთ სეპარატისტებთან ბრძოლის და იმის გათვალისწინებით, რომ იემენისა და ქურთისტანის რელიეფები ერთმანეთს ჰგავს, თურქებს აქვს ის ნოუ-ჰაუ, რომელიც საუდის არაბეთის არმიასთან თუნდაც იმ დაქირავებულებს, რომლებსაც საუდის არაბეთი გამოიყენებს ესაჭიროებათ და თურქები როგორც მომარაგებლები და სამხედრო ინსტრუქტორები ძალიან გამოსადეგები იქნებიან საუდებისთვის. ხოლო რაც შეეხება პაკისტანს აქვს ცოცხალი ძალა, უხეშად რომ ვთქვათ, საზარბაზნე ხორცი და ხარისხით ისინი ბევრად უკეთესები არიან, ვიდრე იგივე სუდანელები ან თუნდაც გარკვეულწილად კოლუმბიელები და განსხვავებით იგივე მაგალითად კოლუმბიელებისგან, რომლების სამხედრო გამოცდილება ძირითადად ჯუნგლებში ანტიპარტიზანულ ოპერაციებს ემყარება, პაკისტანელები უფრო მეტად არიან მომზადებულები, რომ იემენის მთიან რელიეფში ან თუნდაც იგივე უდაბნოში ეფექტურად აწარმოონ სამხედრო კამპანია, შესაბამისად პაკისტანი საუდის არაბეთისათვის აქ ერთგვარი იაფი საზარბაზნე ხორცის წყაროა. ხოლო რაც შეეხება ამ ორივე ქვეყანას, თურქეთსაც და პაკისტანსაც, ორივე მათგანისათვის საუდის არაბეთი არის ერთი მხრივ მათი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ეკონომიკებისთვის მეტად შეღავათიანი ცხელი ფულის წყარო და ამავე პერიოდშივე თვითონ მექისა და მედინის, ანუ ისლამის უდიდესი წმინდა ქალაქების ფაქტორების გამო, ის ფაქტორი, რომ მექაში დაიდო ეს ხელშეკრულება, ეს არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური პოპულიზმის კარტა ამ ორივე ხელისუფლებისათვის, რომლებსაც საკმაოდ სერიოზული შიდა პრობლემები აქვთ პირველ რიგში პოპულარული ლეგიტიმაციის მოპოვების საკითხებში. რატო ეს სამი ქვეყანა? შეიძლება რაღაც კავშირები არის ამ სამ ქვეყანას შორის, მაგრამ აი ესე ჭიდრო თავდაცვის უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების დადება სამ ქვეყანას შორის, რომელიც მაინდამაინც ერთმანეთს არ ესაზღვრება. კი, რაღაც შეიძლება ისტორიული კავშირები არის, მაგრამ ვფიქრობ ძალიან სერიოზული თემა არის. ახლა შეიძლება იფიქროს ვიღაცამ, რომ ეს კოლექტიური თავდაცვა ახლა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორისაც არის და ასე შემდეგ, მაგრამ დაახლოებით იგივე ვორდინგით, იგივე სიტყვებით წერია ეს კოლექტიური თავდაცვის თემა, რაც ნატოს მეხუთე არტიკლი არის. ანუ ერთზე თავდასხმა განიხილება ყველაზე თავდასხმა და ისიც არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ პაკისტანი ბირთვული სახელმწიფო არის, ჯერ კიდე გაუგებარია ბირთვული ქოლგა იცავს თუ
არა ამ სამივეს ერთად, ანუ დანარჩენ ორ ქვეყანასაც, რომელსაც არ აქვს ბირთვული იარაღი. ძალიან ბევრი ესე საინტერესო ფაქტორი ჯდება და როგორ შეგვიძლია დავაკავშიროთ, რატომ ეს სამი ქვეყანა, იმიტომ რომ იქ გაერთიანებული ემირატები არის, ბევრი ქვეყანაც შეიძლებოდა ჩართულიყო პოტენციურად, მაგრამ აი ეს სამი ქვეყანა დაჯდა, ასე ვთქვათ, თავდაპირველად. ნუ დასავლურ მედიაში და არა მარტო დასავლურში ამის დაკავშირება იმასთან, რომ სამივე მათგანი მეტწილად სუნიტური ისლამური ქვეყანა, ძალიან ბევრს უყვარს და სექტარიანულ საკითხებს ეძებენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სექტარიანული დეტალი უფრო მეტად ამ ქვეყნების შიგნით არსებული სუნიტური ისლამისტური ბლოკის ლეგიტიმაციის მოსაპოვებელი პოპულისტური ნაბიჯია, რეალურად კი სექტარიანულ მომენტთან, რომელიც ნაწილობრივ მართლაც არსებობს, წინა პლანზე უფრო სხვა ფაქტორებია. ამ რეგიონებში არსებულმა საკმაოდ სერიოზულმა არეულობების ტალღამ და ამავე პერიოდშივე არსებულ და ასევე იმ გეოპოლიტიკურმა რეალობამ, რომელიც და იმ რეალობამ, სადაც ქვეყნების დიდი ნაწილი, სუნიტური ქვეყნების დიდი ნაწილი მეტწილად პატარაა იმისაც, რომ ქმედითი სამხედრო ძალაც იყოს, რეგიონში დატოვა ფაქტობრივად ნუ ეგვიპტესაც თუ ჩავთვლით 4 სუნიტური ქვეყანა, რომელსაც მეტნაკლებად და სერიოზული სამხედრო პოტენციალი გააჩნია. კი, აქ იყო სირიაც, მაგრამ სირიას სამოქალაქო ომმა სრულიად გამოთიშა ამ ყველაფერს. ერაყში სადამ ჰუსეინის შემდეგ შიიტები დომინირებენ და ერაყის მოსახლეობის დიდი ნაწილი შიიტია და არ არსებობს სათანადო პოლიტიკური რაღაც. ავღანეთში საერთოდ სხვა პოლიტიკური რეალობა და თალიბანის გეოპოლიტიკური პრიორიტეტები საერთოდ სხვაა. და ხოლო რაც შეეხება ბანგლადეში ისლამური სამყაროდან იზოლირებულია ინდოეთის დამსახურებით. შესაბამისად, ასეთ რეალობაში რეგიონთან კავშირების მქონე სუნიტური სახელმწიფოებიდან მეტნაკლები სახელმწიფო პოტენციალის მქონე 4 ქვეყანა რჩებოდა. ეგვიპტე, საუდის არაბეთი, თურქეთი და პაკისტანი. ეგვიპტე მიუხედავად იმისა, რომ თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ბევრი ნაბიჯი გადადგა და თურქეთმაც ანალოგიურადვე თავად სისისა და ერდოღანის შორის ძალიან დიდი უნდობლობა არსებობს და მიუხედავად ურთიერთობების გარკვეული ნორმალიზებისა, ის ნდობა, რომელიც ეგვიპტეს რაიმე სახის ალიანსში შეიყვანდა რეგიონის თურქეთთან, ფიზიკურად არ არსებობს. აქ რომ არ ყოფილიყო თურქეთის ფაქტორი, შეიძლება ეგვიპტე მართლაც გაწევრიანებულიყო ამ ალიანსში, მაგრამ თურქეთთან ერთად ამ ეტაპზე ეგვიპტის რაიმე ალიანსში მონაწილეობა მე პირადად რეალისტური არ მგონია და შესაბამისად ეგვიპტის გამოთიშვასთან ერთად ალიანსის შეკვრის პოტენციალის მქონე სახელმწიფოებიდან მხოლოდ ეს სამი რჩებოდა და ამანაც განაპირობა ამ ალიანსის შეკვრა. ძალიან საინტერესო, ეგვიპტეს ასახელებენ როგორც ერთ-ერთ პოტენციურ შემდეგ გაფართოების თემას, როგორც ხვდები თავიდანვე ჩართულები იყვნენ რაღაც მოლაპარაკებაში, მაგრამ მაინდა-მაინც სურვილი არ გამოთქვეს, მაგრამ დასავლეთში ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეგვიპტით შესაძლოა განვითარდეს. ეგვიპტეს თავისი მოთხოვნები აქვს ამ მიმართულებით. და ძალიან სერიოზული პრობლემებიც, ანუ ყველა ის პრობლემა, რაც აქვს პაკისტანს, კიდევ უფრო უარესად აქვს ეგვიპტესაც და ეგვიპტეში არის ძალიან სერიოზული გადამეტსახლების, კორუფციის, რელიგიური რადიკალიზაციის და ასე შემდეგ პრობლემები და ფაქტობრივად ისეთი რეალობა ეგვიპტეში, სადაც ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ასეთვისე ფუნქციონირებს, არის ჯარი და ესეც უკვე ვეღარ ფუნქციონირებს. და შესაბამისად ეგვიპტესაც, თუნდაც იმისაც, რომ თუნდაც ჯარი იყოს კმაყოფილი, ძალიან ესაჭიროება რაიმე სახის ფინანსური წყარო და რამდენიმე ხნის წინ იგივე კატარისათვის და საამიროებისთვის ეგვიპტის მნიშვნელოვანი სანაპირო ტერიტორია კურორტო ზონების ფაქტობრივად იჯარით გადაცემაც სწორედ მაგას უკავშირდებოდა, მაგრამ როგორც უკვე ვახსენე, ეგვიპტესა და თურქეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის არსებული ძალიან ღრმა უნდობლობა რაიმე სახის ალიანსის ერთობლივად ჩამოყალიბებას ან ამ ალიანსში ერთად გაწევრიანებას ამ ეტაპზე აბრკოლებს. საინტერესოა, სანამ გადავალთ თვითონ პოტენციური განვითარების ან გაფართოების კრიტერიუმების თემაზე, მოდი ჩავშალოთ და კარგად განვიხილოთ, ვინ რას აძლევს ამ სამი ქვეყნიდან ალიანსს, ანუ ვის რა როლი აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა ეს არ არის პირველი სამხედრო ალიანსი, ნატო არის ერთ-ერთი უძლიერესი და ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსი. ჩვენ ვიცით, რომ პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, რომელიც არის ნატოში ჩართული, თავისი ფუნქცია აქვს, თავისი მოვალეობები აქვს, რაც გამოიხატება იმითი, რომ იმ ქვეყნებში არის კონკრეტული სარდლობები, რომელიც იმ ქვედანაყოფებს ამზადებს რაღაც სტანდარტების მიხედვით, ანუ აქ უკვე აწყობილი სისტემა არის. თუ უნდათ თურქეთს აქვს გამოცდილება იმისი, თუ როგორ უნდა იყოს მოქმედი სამხედრო ალიანსი, იმიტომ რომ თურქეთი არის ნატოს წევრი, ამაზეც ვისაუბრებთ, რამდენად კონფლიქტშია ეს ყველაფერი. მოდი ვისაუბროთ იმაზე, რომელი ქვეყანა რა ფუნქცია მოვალეობას ასრულებს ამ ეტაპზე ჩვენი ანალიტიკური გადმოსახედიდან და ვის რა ფუნქცია აქვს ამ მიმართულებით.
თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, საუდის არაბეთი ასრულებს დამფინანსებლის და გარანტორის როლს, რომელიც ამავე დროს დანარჩენ ორი ქვეყანას საკმაოდ სერიოზულ შიდა პოლიტიკურ ფორებსაც აძლევს თავიანთი ხელისუფლების ბებისათვის იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხელშეკრულება არის საუდის არაბეთის ტერიტორიაზე მექაში ხელმოწერილი და ამის გარკვეული ისლამური ლეგიტიმაციით შეფუთვა და ისლამური მგრძნობელობის და მაგების მქონე შიდა საზოგადოებებზე კარგად გაყიდვადია როგორც თურქეთში, ისე პაკისტანში. თურქეთის შემთხვევაში ეს არის გარკვეულწილად სამხედრო ინსტრუქტორები და გარკვეულ საკითხებში ლოგისტიკა და ნოუ-ჰაუ. პაკისტანის შემთხვევაში კი უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის საზარბაზნე ხორცი. უხეშად რომ შევაჯღვროთ. რაც შეეხება პაკისტანის ბირთვული არახს, კი, საკმაოდ სერიოზული სპეკულაცია იყო იმაზე, რომ პაკისტანის ბირთვული ეს ქოლ გადაიცავდა თურქეთს, საუდის არაბეთს და შემდეგ, მაგრამ პაკისტანის ხელისუფლებიდან რა სიგნალებიც მოდის, ამ ეტაპზე მაინც ეს ასე არ იქნება. რამდენიმე დღის წინაც ერთ-ერთმა პაკისტანელმა მაღალჩინოსელმა პირდაპირ თქვა, რომ პაკისტანის ბირთვული პოტენციალი მხოლოდ და მხოლოდ მისი საკუთარი უსაფრთხოებისათვის არის განკუთვნილიო. კი, შეიძლება პაკისტანის ბირთვული ქოლ გავრცელდეს ალიანსის წევრებზეც, მაგრამ ამის ალბათობას მე პირადად მაინც და მაინც მაღლად არ ვხედავ. მაგრამ მე ვხედავ ამ ყველაფერში ღირებულებას, ეს არის სტრატეგიული გაურკვევლობა. როდესაც არ იცი, არის თუ არ არის, ეს ასევე შემაკავებლის როლს თამაშობს. ნაწილობრივ კი, მაგრამ აქ ერთი დეტალი არ დაგვავიწყდეს. ეგრეთებული ახლო აღმოსავლური ნატოს შექმნის მცდელობა უკვე იყო, ბაღდადის პაქტი შეიძლება გვახსოვდეს, ანუ ეს იყო თავდაპირველად ირანს, თურქეთს და ერაყსა და ბრიტანეთის შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება, შემდეგ ერაყი აქედან გავიდა, ვინაიდან ერაყში რეჟიმის ცვლილება მოხდა და შემდეგ პაკისტანი შეუერთდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ბევრი არაფერი არ გამოდნა აქედან. შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთი ნატოს ალტერნატივის შექმნის მცდელობები მაინც და მაინც წარმატებული არ იყო აქამდე. ნატო ახსენე და ნატოს თემა რო გავაგრძელოთ, ძალიან საინტერესოა, რომ ნატო შეიქმნა კონკრეტული მიზნით, ანუ საბჭოთა კომუნისტური საშიშროების შესაკავებლად. ჩვენ როგორც დასაწყისში პოდკასტის დასაწყისში ვთქვით, ეს მექის ორგანიზაცია არასახელებს კონკრეტულ რაღაც მას მიზანს, რის გამოც არის შექმნილი, ასე ვთქვათ, სტრატეგიული გაურკვევლობა არის იმ მიზნების, ან რის წინააღმდეგ, ვის წინააღმდეგ არის შექმნილი, რაც ერთის მხრივ შეიძლება პოზიტიურადაც შეიფუთოს, შეიძლება ნეგატიურადაც შეიფუთოს, მაგრამ ჩვენ ისტორიულად ვიცით, რომ ამ დონის, ანუ მაღალი დონის სამხედრო ალიანსებს ჭირდება რაღაც საერთო ერთი გამაერთიანებელი. რა შეიძლება იყოს ეს ერთიანი გამაერთიანებელი ამ სამი ქვეყნისთვის, რომელმაც სულ ორი კვირის წინ განაცხადა, რომ ურთიერთ თავდაცვის ხელშეკრულებაში შედის ერთმანეთთან. რეალურად ამ სამი ქვეყნის ძალიან ვიწრო პრაგმატული ინტერესები, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, იგივე თურქების შემთხვევაში და პაკისტანების ფინანსური, საუდის არაბეთის შემთხვევაში იგივე ეს თურქული ეს ნოუ-ჰაუ და ლოგისტიკა, პაკისტანური კი საზარბაზნე ხორცი და ასე შემდეგ, მაგრამ ოფიციალურად მე ვფიქრობ, რომ განგებაა დატოვებული ეს იდეოლოგიის ფაქტორი ძალიან, ანუ ასე ვთქვათ, ორაზროვნად, იმიტომ რომ როგორც პაკისტანს, ისე თურქეთს ეს ალიანსი ძალიან ესაჭიროებათ ამავე დროს შიდა პოლიტიკური საჭიროებებისათვისაც და ეს მათ ძალიან მათი ხელისუფლებებს ძალიან იმის საშუალებას აძლევს, რომ როგორც მოუნდებათ, ისე განმარტონ ამ ალიანსის შინაარსი, მოუნდებათ ანუ ამ ქვეყნების ანუ თან მზარდ ძლიერებას დაუკავშირონ, მოუნდებათ ისლამურ სოლიდარობას დაუკავშირონ, მოუნდებათ საერთოდ სხვა რამეს. და შესაბამისად, აქ ის ამ ქვეყნების შიდა პოლიტიკური საჭიროებებიც არის გათვალისწინებული და ამ ქვეყნების მთავრობების საჭიროება რომ გარკვეული პოპულისტური ნარატივი აწყონ ამ ყველაფერზე, მაგრამ რაც შეეხება რეალურ ნარატივებს, მე ვფიქრობ, რომ ვერც ისლამური სოლიდარობა და ვერც რაიმე სხვა ტიპის რეალური იდეოლოგიური რაღაც ასე უცებ ვერ შედგება, ვინაიდან მიუხედავად ან ოფიციალური სუნიტური ისლამისა, მიუხედავად პოპულისტური საჭიროებებზე და მიუხედავად ბევრი სხვა რამისა, ამ ქვეყნებს შორის საკმაოდ სერიოზული სხვაობებიც არსებობს. ასე მაგალითად, საუდის არაბეთს არაფერში არ ესაჭიროება თურქული ბაზების არსებობა სირიაში და ერაყში და ზოგადად არაბულ სამყაროში და აქ როგორც საუდის არაბეთი, ისე სხვა არაბული ქვეყნები ფარულად პირიქით სირიის ხელისუფლებას უჭერენ მხარს და ყველანაირად ცდილობენ თურქეთის ბაზების სირიიდან გაყვანას ხელი შეუწყონ. შესაბამისად და აქ ისინი ბევრ რამეში ისრაელის ქმედებებზეც კიდე ხუჭავენ თვალს. პაკისტანს რაც შეეხება პაკისტანს უბრალოდ არც არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ანუ რაღაც ისიქით რეგიონში ჩაერიოს და რაღაც ისიქით ან ისრაელს დაუპირისპირდეს, ან რაღაცას ასეთი გააკეთოს, უბრალოდ პაკისტანში მოსახლეობა იმდენად არის, ანუ
გარკვეული პოლიტიკური და იდეოლოგიური რაღაცებით გაბრუებული, რომ იქ რიტორიკის დონეზე მაინც ანტიისრაელური და მსგავსი რამე შესანარჩუნებელია, მაგრამ შეზღუდული რესურსების პირობებში პოპულიზმად დარჩება და პაკისტანი ამ ყველაფერში მონაწილეობას მხოლოდ იმ დონემდე მიიღებს, რამდენადაც ამას საუდის არაბეთი უსურვებს. შეიძლება რომ ჩავთვალოთ, რომ ის რომ არ არის ოფიციალურად გაცხადებული, რისთვის არის შექმნილი, ანუ ვის წინააღმდეგ არის შექმნილი, შეიძლება ასევე პოლიტკორექტულობის თემა იყოს, იმიტომ რომ შეიძლება ეს ერთგვარად მიმართული იყოს ისრაელის მზარდი სიძლიერის შესაკავებლად, მეორეს მხრივ იყოს ირანის შესაკავებლად და ამ ეტაპზე დასახელება, რომ ამ ორი მიმართულებით შეიძლება იმუშაოს ამ ორგანიზაციამ, არ არის პოლიტიკურად მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ჯერ არანაირი სტრუქტურა არ არსებობს, არანაირი კოორდინაციის მექანიზმი. ანუ არის ხელშეკრულება, მაგრამ უშუალოდ ერთად შეუძლიათ თუ არა ამ სახელმწიფოებს ომი ერთიანი სამხედრო სწავლებები, ლოჯისტიკური ხაზების გამართულობა, ეს ჩამოყალიბებული არ არის და ამ ეტაპზე უბრალოდ პოლიტიკურად არ უღირთ, რომ სამიზნეები გახდნენ პოტენციური ირანის ან ისრაელის. დიახ, ვინაიდან ისრაელთან მიმართებაში ნათლად ჩანს, რომ იგივე მაგალითად თურქეთს განსაკუთრებით ტექნოლოგიური კუთხით ძალიან სერიოზული ჩამორჩენა აქვს ისრაელთან და ვინაიდან თურქული საზოგადოება მრავალწლიანი მილიტარისტული პროპაგანდის და თურქეთის საზოგადოებაში ჯარის როლიდან გამომდინარე არანაირად არ არის მზად მასობრივი სამხედრო დანაკარგებისათვის ეს ისრაელთან რაიმე სახის რეალურ დაპირისპირებას გამორიცხავს. თან არ დაგვაუწყდეს, რომ თურქეთს ანტისაავიაციო თავდაცვა მთლად კარგი დღეშიც არ არის, რასაც მეტყველებს ის, რომ რამდენიმე ხნის წინ სამი რუსული რაკეტა და უპილოტო ისე შეფრინდა თურქეთის საზღვრებში, რომ რამდენიმე დღის მერე გაიგეს. და ასეთ რეალობაში თურქეთის ხელისუფლება ვერანაირად ვერ გარისკავს ისრაელთან დაპირისპირებას, რადგანაც ამას ისრაელს ყველანაირი პოტენციალი აქვს იმისათვის, რომ შიდა პოლიტიკური პრობლემების მქონე თურქეთის ხელისუფლებას ეს პრობლემები კიდევ უფრო მეტად დაუმძიმოს. რაც შეეხება ანტიირანულ ფაქტორს, აქ ვერც მიუხედავად იმისა, რომ საუდების მიერ ამხელა ფულის და ამხელა რესურსის დახარჯვის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ისაა, რომ ისინი ირანის წინააღმდეგ თავის დასაცავად და ირანის მოკავშირეებისგან თავის დასაცავად ამერიკის ალტერნატივას ეძებენ. როგორც პაკისტანში, ისე თურქეთში ირანთან საკმაოდ სერიოზული ბმები არსებობს. ეს ორივე ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს ირანზე დაწესებული სანქციების დარღვევაში და ამავე პერიოდშივე ამ ორივე ქვეყნის განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში ქურთული და ბალუჯური პროსამთავრობო ფრაქციები პირდაპირ იკვებებიან ირანთან არსებული სხვადასხვა ტიპის ლეგალური თუ არალეგალური ეკონომიკური სქემებიდან და ორივე ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა ისეთია, რომ ამ სქემების ალტერნატივის შექმნა იოლი არ არის. ხოლო ამ სქემების გარეშე ამ უმცირესობების ელიტების ანუ სახელმწიფოს მიერ ხელისუფლების მხარდაჭერა მაინც და მაინც გარანტირებული არ არის. თან არ დაგვაუწყდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ერთი შეხედვით თვითონ სამშვიდობო პროცესი მიმდინარეობს ქურთებთან, მაგრამ რეალურად ეს არის ანუ ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერის ოჯალანის და პარტიის ელიტის ერთგვარი კოოპტაციის მცდელობა იმ იმედით, რომ მართალია მათ ამომრჩეველი მაინც და მაინც არ მიჰყვება, მაგრამ ამის მიუხედავად ყოველ შემთხვევაში ამომრჩევლის გვერდისავლით, ყოველ შემთხვევაში პარლამენტის გამოყენებით ერდოღანის სასურველი საკონსტიტუციო ცვლილებები გატარდება ან რაიმე მსგავსი. და საუკეთესო ვარიანტი იქნება ალბათ ოჯალანის და მისი ორგანიზაციის კადიროვიზაცია, როგორც მთელი რიგი თურქი და არათურქი მიმოხილველები ფიქრობენ. მაგრამ აქაც არაფერი გარანტირებული არ არის და მიუხედავად იმისა, რომ ქურთისტანის მუშათა პარტია თავისი სტალინისტური დისციპლინით და ოჯალანის პიროვნების კულტით პარტიის შიგნით გარკვეული დისციპლინის დამყარებას და მათ ხელისუფლების ამ პროექტის მხარდაჭერის უზრუნველყოფას ახერხებს. ქურთ ხალხზე და ამომრჩეველზე იგივეს ვერანაირად ვერ ვიტყვით და ისინი სხვადასხვა ტიპის ქურთული ნაციონალისტური ოპოზიციური ორგანიზაციების ნებისმიერ სახის პროპაგანდასთან დაკავშირებით სრულიად ღიები არიან და მათ სრულიად იოლად შეიძლება უარი თქვენ ოჯალანის და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას და სრულიად ამოატრიალონ თურქეთის შიგნით არსებული პოლიტიკური რეალობა და ასეთ რეალობაში ტრადიციული პროსამთავრობო ქურთული ელიტები ძალიან მნიშვნელოვნები არიან ერდოღანისათვისაც და ვინაიდან ეს როგორც უკვე ვახსენეთ ისინი ამ ირანთან არსებულ ეკონომიკურ სქემებზე არიან მიბმულები მათი მკვლევარი ამ ირანთან არსებული ეკონომიკური სქემების განადგურება და მასზე უარის თქმა ვერ განხორციელდება. იგივე ხდება პაკისტანთან მიმართებაშიც, რომელიც კიდევ უფრო უარეს ეკონომიკურ დღეშია ვიდრე თურქეთი. და მათ უკვე სერიოზული პრობლემები აქვთ ბელუჯებთან, რომლებიც ასევე ირანის საზღვართან ცხოვრობენ და ეს
ბელუჯების ელიტაც, რომლებიც მეტნაკლებად პროსახელისუფლებოდ მოიაზრებენ, სწორედ ირანთან დაკავშირებული ფინანსური და ეკონომიკური სქემებით იკვებება. შესაბამისად, ირანთან ეკონომიკური ურთიერთობებზე და ამ სანქციების გვერდისავლის პოლიტიკაზე ვერც თურქეთი და ვერც პაკისტანი უარს ვერ იტყვიან. და აქ ვერც დასავლეთის ეწოლა ვერ გაკეთებს ვერაფერს, რადგანაც იგივე პაკისტანთან მიმართებაში არც დემოკრატების ან სხვა რესპუბლიკური ადმინისტრაციების დროს ამის პოლიტიკური ნება არ არსებობდა, რომ პაკისტანი ეიძულებინათ, რომ უფრო მეტად დამდგარიყო ამერიკის პოლიტიკურ ხაზზე, ხოლო თურქეთთან მიმართებაში აზრე თუ ასე თუ ისე იყო ის პოლიტიკური ნება, რომ მათ თურქეთს ეწოლა განხორციელებულიყო, ტრამპის ხელში ეს პოლიტიკური ნება აღარ არსებობს. შესაბამისად, ეს ალიანსი ვერც თურქეთს და ვერც პაკისტანს ბოლომდე ანტიირანულ ორბიტაზე ვერ დასვამს. ვინაიდან ისინი განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით ირანზე ძალიან არიან დამოკიდებულები და ირანთან არსებული ჩემს მიერ ნახსენების სქემები ძალიან დიდ როლს ასრულებენ ამ ორი ქვეყნის შიდა პოლიტიკური სტატუს-კვოს შენარჩუნებაში. როგორც ხედავ ახლა ბევრი ურთიერთგამომრიცხავი სტრატეგიული მიზნები შეიძლება არსებობდეს ამ სამ ქვეყანას შორის. აი მინდა ჩაგეძიო კონკრეტულად სირიის მიმართულებით, სადაც საუდის არაბეთზე ისაუბრე წეღან თურქეთის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები. შეიძლება გავშალოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა. სირიაში ბოლოს ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, სირიაში რუსეთის ნელ-ნელა გასული და შესუსტებით ჩანაცვლა ეს თურქეთის გავლენა პროთურქული სამთავრობო ასე ვთქვათ ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს იქ სიტუაციას სამხედრო განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით, როგორც მახსოვს 20,000 თურქი სამხედრო არის წარმოდგენილი ადგილზე სირიაში, ანუ იქ არის სერიოზული თურქული წარმომადგენლობა, რაც მაინდა-მაინც არ შედის არაბული სამყაროს ინტერესებში, განსაკუთრებით საუდის არაბეთში. და მოდი ეს თემა ჩავშალოთ, რომ თურქეთში უბრალოდ სირიაში კონკრეტულად რა დაპირისპირებაა საუდის არაბეთსა და თურქეთს შორის. ზოგადად საუდის არაბეთი, როგორც არაბული სამყაროს ლიდერობაზე პრეტენზიის მქონე ერთ-ერთი ქვეყანა, ნებისმიერ გარეშე გავლენას, იქნება ეს იგივე თურქული, ირანული თუ სხვა, უშუალოდ საკუთარ საფრთხედ მიიჩნევს და არაბულ სამყაროში თურქული, ირანული თუ სხვა ტიპის გავლენების ერთ-ერთი პირველი მოწინააღმდეგე იქნება ყოველთვის და ყველანაირად შეიძლება რომ ამას ხელი შეუშალოს და შესაბამისად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალტერნატიული ფინანსების წყარო სირიის ახალი ხელისუფლებისათვის სწორედ საუდის არაბეთი სხვა ყურის ქვეყნებთან ერთად. და აქ ერთი ძალიან საინტერესო მოვლენაც მოხდა ამ ბოლო პერიოდში. სირიის პრეზიდენტი მაჰმად ალ-შარა აქტიურად დაიწყო თურქეთთან ასოცირებული სამხედროების წმენდა სირიის შეიარაღებული ძალებიდან და ზოგადად უშიშროებიდან და ასე შემდეგ. და აქ თურქებმა ბევრი ვერაფერი ვერ გააკეთეს. და პრინციპი ეს მოსალოდნელიც იყო, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ მაჰმად ალ-შარა და მისი იდლიბის ანკლავი თავდაპირველად განადგურებას სწორედ თურქეთის ინტერვენციამ და მფარველობამ გადაარჩინა, აჰმად ალ-შარას ბექგრაუნდი არ არის მაინც და მაინც პროთურქული და პრინციპში არც თლად ისლამისტური. აჰმად ალ-შარა მოდის არაბულ ნაციონალისტური, ნასერისტული ოჯახიდან და მამამისი სირიის არაბულ ნაციონალისტურ მოძრაობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაც იყო თავდაპირველად და ასეთ რეალობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალ-შარაასთვის პროთურქულობა პირველ რიგში საჭიროებებით იყო განპირობებული და არა რაიმე სახის იდეოლოგიური რაღაცეებით. ხოლო მეორე მომენტი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქებს სტრატეგიულად ძალიან ხელსაყრელი პოზიცია აქვთ და აქვთ ბაზები სირიაში, მათ არანაირი ეკონომიკური ძალა იმისათვის, რომ ყურის ქვეყნებს სირიის კონტროლისათვის ბრძოლაში აჯობონ, არ გააჩნიათ. და ასეთ რეალობაში აჰმად ალ-შარა, რომელსაც საკმაოდ აქვს ეს ნაციონალისტური მგრძნობელობა, აქტიურად ცდილობს, რომ აღადგინოს ის სირიის პოზიციები, რომელიც მას თუნდაც იგივე ასადების პერიოდში ან მანამდე გააჩნდა, როდესაც სირია საკმაოდ სერიოზული რეგიონული მოთამაშე იყო. ამას კი პირველ რიგში ესაჭიროება სირიიდან თურქული კონტინგენტის გასვლა. და ასეთ რეალობაში აჰმად ალ-შარა ფარულად ისრაელთან თანამშრომლობაზეც კი იქნება მზად და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუშინ ისრაელმა დაბომბა საკმაოდ მნიშვნელოვანი ავიაბაზა, სადაც თურქები აპირებდნენ დისლოცირებას და მას სირიის ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია, გარდა ცალკმად ნათქვამი რაღაცეებისა და ამას დავუმატებთ იმას, რომ პროთურქული კადრების მასობრივი წმენდა ხდება სირიის ძალოვანი სტრუქტურებიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აჰმად ალ-შარა მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ ძალიან არის დამოკიდებული ისლამისტურ ბექგრაუნდის მქონე კადრებზე, თურქების წინააღმდეგ სირიის თურქული სამხედრო ბაზებიდან გასაწმენდით ისრაელთან ფარულ თანამშრომლობაზეც კი იქნება მზად.
და აქ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორიც. მიუხედავად იმისა, რომ აჰმად ალ-შარა წლების განმავლობაში რადიკალურ ისლამისტურ ორგანიზაციებში საკმაოდ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა, მისი საკადრო პოლიტიკა, ის რომ ის აქტიურად ცდილობს ასადის პერიოდის მთელი ოფიცრების რეაბილიტაციას და სამხედრო სტრუქტურებში ინტეგრაციას და ისეთ საკადრო პოლიტიკაში, სადაც საჭირო ტექნოკრატები ან იგივე მაგალითად ისეთი რაღაცა, სადაც მაინც და მაინც არაისლამისტი კადრებით შეიძლება საქმის გაკეთება, ის უპირატესობას ანიჭებს ტრადიციული დამასკოს და ალეპოს ოლიგარქიის წარმომადგენელ კადრებს. გვაჩვენებს იმას, რომ რეალურად რა სისტემის აშენებაც აჰმად ალ-შარას სირიაში სურს, არ არის არც ისლამისტური საამირო და არ არის არც რაღაც პროთურქული რეჟიმი. ეს არის არც მეტი არც ნაკლები იმ პოლიტიკური სისტემის რესტავრაცია, რომელიც სირიაში ასადებამდე არსებობდა. და ახლა რა იყო ასადებამდელი სირია? ასადებამდელი სირია ეს იყო, რაღაც პერიოდი არჩევნების სტარდებოდა, თუმცა იყო ორი ხანმოკლე სამხედრო დიქტატურის პერიოდიც და ეგვიპტესთან არსებული გარკვეულწილად განვითარებული უნიონიც, ანუ ეს ერთიანი არაბთა რესპუბლიკაც, მაგრამ ზოგადად ასადებამდელი სირია იყო ერთგვარი ოლიგარქიული რესპუბლიკა, სადაც დომინირებდნენ ალეპოსა და დამასკოს მიწათმფლობელები და ვაჭრები. და აჰმად ალ-შარაც, რომელიც ერთ-ერთი მასეთი ძველი ბურჟუაზიული ოჯახის წარმომადგენელია, ცდილობს რომ მოახდინოს ამ სისტემის რესტავრირება და მას ოდნავ უფრო ისლამური ელფერი მისცეს და მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც იგივე იყოს და შესაბამისად ესეც თურქეთის მაინც და მაინც დიდ გავლენას გამორიცხავს, რადგან სასადებამდელ სირიაში პირიქით კიდევ უფრო ანტითურქული ნარატივები იყო იგივე ჰათაის საკითხის და ბევრი სხვა რამის გამო, ვიდრე თუნდაც ასადების პერიოდში ან თუნდაც დღეს. და შესაბამისად აქ საქმეზე თუ მიდგება, შარა პირველ რიგში ფინანსური კუთხით დაეყრდნობა ყურის ქვეყნებს და არა თურქეთს და თურქეთს ფინანსურად ყურის ქვეყნების ძალის მეათედიც არ გააჩნია. ხოლო სამხედრო კუთხით ის ისრაელთან ფარულთან მშრომლობასაც კი არ ეთქვის უარს. თუკი აჰმად ალ-შარა წარმატებით მოახერხებს პროთურქული და ისლამისტური კადრების საბოლოო წმენდას და მათ ჩანაცვლებს პირადი ლოიალისტებით და ასადის პერიოდიდან შემორჩენილი ოფიცრებით, რომლების პოლიტიკური საიმედოობის ყიდვაც მოხერხდება, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აჰმად ალ-შარამ შესაძლოა უფრო რადიკალური ნაბიჯებიც გადადგას და გარკვეულწილად ნახევრად ღიადან ღიადაც კი დაიწყოს ისრაელთან თანამშრომლობა. კი, ჩვენთან ძალიან ბევრს დასავლეთში ძალიან ბევრს უყვარს იმის თქმა, რომ პალესტინის საკითხი არის წითელი ხაზი და ასე შემდეგ, მაგრამ რეალობა არის ის, რომ არაბული სამყარო პალესტინით დაიღალა, ხოლო მთელი ყურის ქვეყნებში, განსაკუთრებით კუვეითში, პალესტინელებმა გააკეთეს ის, რამაც მათ ადგილობრივი მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვანი სისხლი მოუტანა. პალესტინელები არ უყვარს მაინც და მაინც არავის არც ლიბანში. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ისლამისტური ფაქტორების და სხვა ფაქტორების გამო ბევრი ქვეყანა ჯერ ვერ რისკავს პალესტინის წინააღმდეგ რაიმეს ღიად თქმას, მაგრამ არაბული სამყაროს საკმაოდ დიდი ნაწილი რეალურად ძალიან კმაყოფილი იქნება თუ კი ისრაელი ღაზაში საქმეს ბოლომდე მიიყვანს. შესაბამისად, აქ წითელ ხაზებს არ უნდა ვენდოთ ბოლომდე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ კი საჭიროება მოითხოვს და აჰმად ალ-შარა მოახერხებს ხელისუფლების საკმარისად კონსოლიდირებას სირიაში ისრაელთან მიმართებაში ძალიან მოულოდნელი გადანაცვლებებიც კი შეიძლება ვნახოთ. მოდი დაუბრუნდეთ ისევ მექის ხელშეკრულების ორგანიზაციას. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ანალიტიკოსებმა პირდაპირ დაიწყეს იმაზე საუბარი, რა პოტენციალი აქვს ამ ორგანიზაციას და პოტენციალში ასევე ითვლება ისიც, რამდენად აქვს მას გაფართოების შესაძლებლობა. ეს არის დახურული სამხედრო ალიანსი თუ გაფართოვებადი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კლუბი. ეხლა ჩვენ რაც ვისაუბრეთ იმ სტრატეგიულ კონფლიქტებზე წევრ ქვეყნებს შორის. ერთი რაღაც საერთო მტრის ან საერთო მიზნის არარსებობაზე. ყველას აქვს თავისი უსაფრთხოების გარემო და თავისი უსაფრთხოების ინტერესები. ერთმანეთს კი ავსებენ ფინანსურად, ტექნიკურად, საზარბაზნე ხორცით, ანუ ადამიანების რაოდენობით, მაგრამ არსებობს მათ შორის რაღაც კონფლიქტები. ეს მე მიჩენს, ასე ვთქვათ, განცდას, რომ ეს რაღაც ორგანიზაცია ნატოსთან უფრო ახლოს კი არ არის, უფრო ბრიქსთან არის ახლოს. ბრიქსი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, მაგრამ იქაც არ არის რაღაც ერთი საერთო ღირებულება ან საერთო რაღაც სტრატეგიული მიზანი. წევრ ქვეყნებს შორის არის სერიოზული სტრატეგიული კონფლიქტები და უკმაყოფილება. ჩინეთი, ინდოეთი ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ქვეყანა არის, რუსეთს და ჩინეთს სხვადასხვა
ეკონომიკური ჩინეთს აქვს ინტერესი რომ რუსეთი ჩაყლაპოს, რუსეთს აქვს ინტერესი რომ ჩინეთმა არ ჩაყლაპოს, მაგრამ ნუ ერთმანეთთან რაღაცნაირად მუშაობენ, მაგრამ ეს არის ასევე რაღაც ფორმალური ორგანიზაცია, იმიტომ რომ რაღაც კრიტერიუმები წევრობის არ არის მაინდა-მაინც ჩამოყალიბებული, არის ასე ვთქვათ უფრო პოლიტიკურ ნებაზე ვიდრე რაღაც სტანდარტებზე საუბარი. ეს შენი გადმოსახედიდან ეს არის ეხლა მექის ხელშეკრულების ორგანიზაცია, ეს არის დახურული სამხედრო ალიანსი თუ მას აქვს რაღაც განვითარების პერსპექტივა, არის ან ქვეყნები, რომლებიც შეიძლება რაღაცა შემატონ და ჩამოყალიბდეს რაღაც ასე ვთქვათ კრიტერიუმები, რის საფუძველზე შეიძლება ჩამოყალიბდეს, განვითარდეს ეს ორგანიზაცია. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, ანუ მას შეიძლება დაემატონ როგორც ფინანსისტები, დამფინანსებლები, იგივე ყურის სხვა ქვეყნები. და ნუ ეგვიპტის ამ ალიანსში გაწევრიანებასაც ბოლომდე ვერ გამოვრიცხავთ, ვინაიდან ეგვიპტესაც ძალიან სჭირდება ფული. ხო, ყურის ქვეყნები ამჯერად ამ ფულს ასე ჰაიხარად აღარ არიგებენ და ამავე დროს მათაც აქვს ძალიან სერიოზული ინტერესები რეგიონში, იგივე მაგალითად სამიროების და ყატარის ინტერესები სუდანში მაგალითად და ასე შემდეგ და მასაც ესაჭიროება ცოცხალი ძალა, ვინაიდან მათი საკუთარი არმიები მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგანან და ასეთ რეალობაში ეგვიპტეც საკმაოდ კარგი ცოცხალი ძალის წყარო შეიძლება იყოს. მაგრამ ამ რამდენიმე უშუალოდ პირადი ინტერესების მქონე ქვეყნის იქით მაინც და მაინც სერიოზულ პოტენციალს აქვს ვერ ვხედავ, ვინაიდან ერაყი თავისი შიდა პოლიტიკური წყაროებიდან, დაძაბულობიდან და შიიტების რაოდენობიდან გამომდინარე დაინტერესებული არ იქნება ამ ყველაფრით. იორდანია ძალიან მყიფე პოზიციებში იმყოფება და ურჩევნია ნეიტრალური იმიჯი ჰქონდეს. მაღრიბის ქვეყნების ინტერესები საერთოდ სხვა და არ ამგონია რომ რომელიმე მათგანს აუტკივარ თავის ატკიებას სურდეს, მით უმეტეს რომ იგივე მაგალითად ანუ ცალკე ლიბიის, ცალკე ჩადის და ცალკე ანუ დასავლეთ აფრიკის ქვეყნების პრობლემების გამო ყველა მათგანს თავიანთი სამხრეთის საზღვრებიც გასჭიროებია და შესაბამისად არასაჭირო რაღაცეებს ეს მეტი რესურსის გადატანის სურვილი არ ამგონია ჰქონდეთ და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ კი გაფართოების პოტენციალი არის, მაგრამ ეს გაფართოების პოტენციალი შემოფარგლული იქნება ყურის ქვეყნებით როგორც დაფინანსების წყაროებით და მაქსიმუმ ეგვიპტით როგორც პოტენციალური ცოცხალი ძალის წყაროთი. სირიაზე როგორც უკვე ვახსენეთ, ანუ ახალი ხელისუფლების კონსოლიდაციის პროცესთან გვაქვს საქმე და იმ ახალი ხელისუფლების საბოლოო მისნებით საკმაოდ განსხვავებულია და თლად ამ ალიანსის ინტერესებთან ურთიერთდახმობაში ვერ მოდის. ხოლო ისეთი ქვეყნები როგორებიც არიან იგივე ავღანეთი, ბანგლადეში და სხვები ამ საკითხებით დაინტერესებულები მაინც და მაინც არ არიან. ხოლო რაც შეეხება ომანს, არაბეთის ნახევარკუნძულის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას, ისინი არც სუნიტები არ არიან და არც შიიტები და საკუთარ ნეიტრალიტეტს და საკუთარ ანუ მესამე პოზიციას და ამ მსგავს რაღაცებს ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და საკუთარ არაბულ სამყაროში მნიშვნელოვან მედიატორის როლს რაიმე ალიანსზე ისინი არ გაცვლიან, მით უმეტეს რომ მათ ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული სამხედრო საფრთხე არ ემუქრებათ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აი ხლა ეგვიპტეს თუ მივათვლით ამ ყველაფერს და ჩავთვლით, რომ ეგვიპტეც შევიდა ამ ორგანიზაციაში, ეს 4 ქვეყანა ძალიან სერიოზულ საზღვაო სავაჭრო გზებს გააკონტროლებს. იმიტომ რომ ეს არის წითელი ზღვა, სრუტეებს რო თავი დავანებოთ წითელი ზღვა, სპარსეთის ყურე და არაბეთის ზღვა. ეს ასე ვთქვათ ძალიან მასიური ზღვის სავაჭრო გზების ნაწილი არის, რომელიც შეიძლება ასევე ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ უპირატესობად ჩაითვალოს ამ ორგანიზაციისთვის და რამდენად არის პოტენციალი, რომ ეს იყოს არა მარტო სახმელეთო სამხედრო კოორდინაციისთვის განკუთვნილი ორგანიზაცია, არამედ მათ ზღვაზეც ჰქონდეთ პრეტენზია, მას შემდეგ რაც ეს კონსოლიდაცია მოხდება და რაღაც ჩამოყალიბება მოხდება. ან რა უშლის ხელს? ნუ მათ ზღვაზე დომინირებაზე გარკვეული პრეტენზიები ისედაც აქვთ, უბრალოდ აქ არის ერთი ძალიან დიდი პრობლემა. ამ ქვეყნებიდან არც ერთს ის ფლოტი, რომელიც ანუ ამ სავაჭრო გზების დომინირებას და გეოგრაფიული პოტენციალის ბოლომდე გამოყენებას ესაჭიროება არ გააჩნია. ასევე ჩვენთან ძალიან ბევრს ავიწყდება ის, რომ იგივე ორმუზის ან იგივე ბაბელმანდების გადაკეთებას არ სჭირდება რაღაც გასაოცარი ამერიკის ფლოტის დონის ფლოტი და ავიამზიდების დისლოცირება და რაღაცა, არა. ვინაიდან ამ გზების მთავარი მუღამი არის ის, რომ ანუ ისინი სამოქალაქო სავაჭრო მარშრუტების მთავარი კომპონენტები არიან, შესაბამისად მათ გადაკეთებას ძალიან მცირე რესურსი ყოფნის რეალურად. ანუ აქ არ არის აუცილებელი მთელი ამ სრუტეების დანაღმვა, ავიამზიდების ჩაყენება და არა, ასე შემდეგ. არა. აქ საკმარისია უბრალოდ ანუ იმდენი რაკეტისა და იმდენი უპილოტო საფრენი აპარატის ყოლა, რამდენიც სადაზღვევო კომპანიებს დაუკარგავს იმის სურვილს, რომ აქ გამავალი სამოქალაქო გემები დააზღვიონ,
სამოქალაქო გემების ეკიპაჟებს დაუკარგავს სურვილს, რომ ამ გემებზე იმუშაონ და ამ გემების მფლობელებს დაუკარგავს სურვილს, რომ ამ გზებით იარონ. ესაა და ეს და ამას არც სჭირდება რაიმე ისეთი რესურსი. საკმარისია რამდენიმე გემს მოხვდეს პირობითად ირანული ან პირობითად ანუ ჰუთიების კონტროლირებადი უპილოტო საფრენი აპარატი და დანარჩენ საქმეს პანიკა გააკეთებს. და როდესაც საქმე გვაქვს ამ პანიკის მომენტთან და ამ პანიკის შესაქმნელად საჭიროა ძალიან მცირე რესურსი, იქ ამ ყველაფერს ვერც ამერიკის ფლოტი ვერ უშველს. იგივე ორმუზის სრუტე რატომ არის დაკეტილი? იმიტომ კი არა რომ ირანს რაღაც გასაოცარი ფლოტი ჰყავს ან რაღაც. არა. ეს არის დაკეტილი, იმიტომ რომ ირანს საკმარისი რესურსი აქვს იმისათვის, რომ შექმნას ის პანიკა, რომ სამოქალაქო გემებმა აქსიარული თვითონ შეწყვიტონ. უბრალოდ ჩვენთან იმდენად არის დაკარგული, ანუ ამ ყველაფრის აღქმა და ვინედან ჩვენ საზღვაო სახელმწიფო არ ვართ, იმდენად არ ყავს თუნდაც ჩემნაირად დილეტანტის დონეზე ელემენტარულად ლოგიკით საზღვაო რაღაცებთან დაკავშირებული ადამიანი, რომ ამაზე არც ვფიქრობთ. ჩვენ ბევრ რამეზე არ ვფიქრობთ. არა და რეალურად ორმუზის სრუტის დაკეტვა, იმიტომ იქ ასეთ პრობლემა, რომ მას დიდი რესურსი არ სჭირდება. კი და ამერიკის ფლოტი არ ყოფნის იმას, რომ აი ეს პატარა რესურსით გადაკეტილი სრუტე სრულად გაიხსნას. კი, იმიტომ რომ ამ სრუტის გადაკეთება საერთოდ არ სჭირდება დიდი საზღვაო პოტენციალი. როგორც უკვე ვახსენე, მხოლოდ და მხოლოდ იმდენი რესურსი სჭირდება, რომ სამოქალაქო გემების მფლობელებში და ეკიპაჟებში პანიკა შექმნას. ეს მეტი არ არის საჭირო. ამას ძალიან ცოტა რესურსი სჭირდება. მოდი ისევ ამ ორგანიზაციის პოტენციალსაც რო დაუბრუნდეთ, თურქეთის ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენ რეგიონში არის თუ არა შესაძლებელი, მაგალითად აზერბაიჯანი რო გახდეს აი ამ ორგანიზაციის წევრი, რაც რადიკალურად შეცვლის ძალთა ბალანსს ჩვენ რეგიონში. მე ეჭვება. დავიწყოთ იქიდან, რომ აზერბაიჯანს ძალიან სერიოზული ურთიერთობები აქვს ისრაელთან. აზერბაიჯანის მოსახლეობის უმეტესობას ისრაელთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ეს შესაბამისად ალიევს არანაირი ანტიისრაელური რიტორიკა არ სჭირდება, რომ გაატაროს პოპულისტური მიზნებით. და აზერბაიჯანს საკმაოდ მნიშვნელოვანი ენერგორესურსები და სავაჭრო რესურსები, სავაჭრო გზებზე და გარკვეულ რაღაცებზე კონტროლი გააჩნია და მას არაფერში არ სჭირდება არც საუდური და არც თურქული ფული ამ ეტაპზე და ამავე დროს აზერბაიჯანს აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კოზირი. თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსი ემყარება ისეთ სენტიმენტალურ დამოკიდებულებებს, რომლებზეც განსაკუთრებით თურქეთის ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ აზერბაიჯანის ხელისუფლების პროისრაელურობის ან აზერბაიჯანელი ხალხის პროისრაელურობის გამო უარს ვერ იტყვის. შესაბამისად, აზერბაიჯანს არანაირი საჭიროება არ აქვს, რომ ამ ალიანსში გაწევრიანდეს, ხოლო იგივე თურქეთს არანაირი ბერკეტი არ აქვს იმისათვის, რომ აზერბაიჯანი ან აიძულოს, ან თუნდაც იგივე სთხოვოს, რომ ამ ალიანსში გაწევრიანდეს. კი, აზერბაიჯანი ამ ალიანსის საწინააღმდეგოდ არაფერს არ გააკეთებს, არც რიტორიკის დონეზე, მაგრამ არც მასში არ გაწევრიანდება იმ მიზეზის გამო, რომ არ უღირს. მოდი თურქეთის თემა გავაგრძელოთ და ძალიან საინტერესოა, რომ თურქეთი არის ამ ალიანსში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ასევე არის ნატოში და მას ასევე იცავს მეხუთე არტიკლი. არის თავიდან დაიწყო ყველაფერი იმითი, რომ რამდენად ლეგალური არის, რომ თურქეთი მეხუთე არტიკლითაც არის დაცული და ასევე სხვა ორგანიზაციაში არის, სადაც სხვას ეუბნება, რომ თუ მას თავს დაესხნენ, მასაც დაიცავს. ანუ რამდენად მოდის კონფლიქტში ეს ორგანიზაცია და თურქეთის წევრობა ამ ორგანიზაციაში, ნატოში თურქეთის წევრობას, ამიტომ როგორც ჩვენ ვისაუბრეთ წინა ჩვენ ეპიზოდში, თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ნატოს წევრი, იმიტომ რომ ნატოს წევრობა მას იცავს ძალიან ბევრი რეგიონული საფრთხისგან, რაც მისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამჟამად შეიძლება ძალიან რთულად მოუბრუნდეს და რამდენად არის კონფლიქტში თურქების აღქმითაც კი ეს ორგანიზაცია ნატოსთან. დავიწყოთ იქიდან, რომ თურქეთის ნატოს წევრობა თურქეთში არასოდეს პოპულარული არ ყოფილა. და ახლაც კი, როდესაც ან უკრაინაში ომია დაწყებული და რაღაცა და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით პოზიტიური მოსაზრებები პიკზეა, ესეც 50%-ს ოდნავ სცდება, მაგრამ ისტორიულად თურქული საზოგადოების დიდი ნაწილი ნატოს წევრობის წინააღმდეგი იყო და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა თურქული ელიტების არჩევანი, დიდი შანსია, რომ თურქეთი არც არასოდეს არ გაწევრიანებულიყო ნატოში. შესაბამისად, ასეთ რეალობაში ნებისმიერი სახის ალტერნატივის თურქულ საზოგადოებაზე ნატოს ალტერნატივად მიყიდვაც, ერთგვარ, ანუ ერთი მხრივ თურქეთის დამოუკიდებლობის გარანტიად არის გასაღებული, ხოლო მეორე მხრივ
ამ თურქული საზოგადოების ან ნატოს საწინააღმდეგო განწყობებსაც გარკვეულწილად აკმაყოფილებს და საკმაოდ სერიოზული შიდა პოლიტიკური პოპულისტური მომენტიც გააჩნია. და მეორე მომენტი კიდევ ის არის, რომ თავად თურქეთის ელიტებიც მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის შიშით ნატოში გაწევრიანდნენ, ბოლომდე ნატოს არც არასოდეს არ ენდობოდნენ და კვიპროსის და სხვა საკითხების შემდეგ ეს უნდობლობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და შესაბამისად აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნატოს რეალური ალტერნატივის ძიების მცდელობა. შესაბამისად აქ საქმე გვაქვს ერთი მხრივ შიდა პოლიტიკური პოპულიზმის, ხოლო მეორე მხრივ ნატოსთან დაკავშირებული რეალური უნდობლობის კომბინაციასთან და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ რეალობაში ნატოსადმი თურქეთის ეს უნდობლობა სავსებით რეალურია, რადგანაც წარმოვიდგინოთ ისეთი სცენარი, როდესაც თურქებმა სირიასთან მიმართებაში ისრაელთან ძალიან გაიფუჭეს ურთიერთობა და ისრაელი თქვათ ადგა პირობითად მიწასთან გაასწორა იზმირსა და მერსინის საზღვაო ბაზები. თურქეთმა მოითხოვა ნატოს მეხუთე მუხლის ამოქმედება ისრაელის წინააღმდეგ და ნატოს ქვეყნები შეიკრიბნენ და დაიწყეს ამაზე მსჯელობა. რა მოხდება? რა თქმა უნდა, ისრაელის წინააღმდეგ ნატოს მეხუთე მუხლს არავინ არ გამოიყენებს თურქეთის დასაცავად. შესაბამისად, ასეთ სცენარში და მე რაც ვთქვი, საკმაოდ რეალურია, თავი არ მოვიტყუოთ, საკმაოდ რეალურია, თუ კი ეს ჰიპოთეტური სცენარი განხორციელდება, ასეც მოხდება. შესაბამისად, აქ თურქეთი იძულებული გახდება რაღაც ალტერნატიულს მიმართოს. და ერთ-ერთ ასეთ ალტერნატივად სწორედ ამ ტიპის ალიანსი განიხილება, თუმცა აქ მეორე პარადოქსია. თუ კი ჩემს მიერ ნახსენებ ჰიპოთეტურ სცენარზე ვისაუბრებ და წარმოვიდგენთ, რომ ისრაელმა მართლაც დაბომბა თურქეთის ტერიტორია, აქ დიდი ალბათობით არც პაკისტანი და არც საუდის არაბეთი არ გააკეთებენ არაფერს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ცდილობები რომ რაღაც ნატოს ალტერნატივა შექმნას სრულად გამართლებული და სრულად ლოგიკურია, საბოლოო ჯამში იგივე ისრაელ-ამერიკის ურთიერთობებს თუ გავითვალისწინებთ და განსაკუთრებით ყურის ქვეყნების ამერიკასთან ურთიერთობას და რეგიონში არსებულ გეოგრაფიულ რეალობას, ისრაელის კონტექსტში თურქეთის ეს ნაბიჯი ერთგვარ ხავსის მოჭიდებასაც ჰგავს. როგორ ფიქრობ, ახლა ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი და ეს არის თემა, რომელიც ასე ვთქვათ, პრაქტიკულად მთელი პოდკასტის განმავლობაში რამდენიმეჯერ ვახსენეთ, რომ უბრალოდ ერთი უსაფრთხოების გარანტიას აღარავინ აღარ ენდობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე არის გლობალურად შეცვლილი. ამერიკა კი საუდის არაბეთთან არის არაჩვეულებრივ სამხედრო ურთიერთობაში და ძალიან ერთმანეთს ენდობიან და მთელი ამბები, მაგრამ როდესაც ისრაელი და ამერიკა შევიდნენ ირანში, ირანმა როდესაც დაბომბა ყურის ქვეყნები, არავინ არ იყო დამხმარებელი, ასე ვთქვათ. ასევე თურქეთიც შეიძლება ფიქრობს უბრალოდ იგივეს, რომ ისრაელთან რომ მოვიდეს რაიმე ტიპის კონფლიქტი შეიძლება ნატოდან არავინ არ დაეხმაროს. ამიტომ შენ როგორ ფიქრობ, ეს არის ალტერნატივა ნატოსი თუ ეს არის დივერსიფიცირება უსაფრთხოების გარანტიის, იმიტომ რომ უკვე ამ არეულ სამყაროში არეულ საერთაშორისო წყობაში, სადაც უკვე ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, ახლა ტრამპის პირდაპირ განცხადებებიდან გამომდინარე, ძალა წყვეტს ძალიან ბევრ რაღაცას და ბევრი სხვადასხვა მოთამაშე ერთვება. რამდენად ხედავენ ეს ქვეყნები იმის საჭიროებას, რომ დივერსიფიცირება მოხდეს უსაფრთხოების გარანტიების და უსაფრთხოების პარტნიორების, ვიდრე უბრალოდ ალტერნატივები შეიქმნას. მე ვფიქრობ, რომ იდეალი პირველი, ანუ ალტერნატივის შექმნა, მაგრამ საბოლოო ჯამში უფრო დივერსიფიცირება გამოდის, ვინაიდან რეგიონული და გლობალური დინამიკებიდან გამომდინარე, რეალურ გარანტიას არც ეს ალიანსი არ იძლევა. და ნატოს რაც შეეხება, ნატოსაც თავისი პრობლემები გააჩნია და მე ვფიქრობ, რომ ის სცენარი, რომელიც განსაკუთრებით როგორც ოპოზიციური პროსახელისუფლებო ტელეგრამ არხებზე წლები ატრიალებს, იმაზე სერიოზულად უნდა აღვიქვათ, ვიდრე ბევრი აღვიქვამს. ამ სცენარის მიხედვით ბოდიში სატრიალებს ეს რომ რუსულენოვან ტელეგრამ არხებზე, როგორც სახელისუფლებო, ისეთ ცნობილი ტელეგრამ არხებზე, როგორც ცნობილი იგორ სტრელკოვის ტელეგრამ არხია, მაგ იდეაზე ძალიან ხშირად საუბრობს. და ეს ერთ-ერთი ეს ძალიან საინტერესო რაღაცაა და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ რეალისტური სხვათა შორის, რომ რუსული ვაბანკი უკრაინასთან დაკავშირებით იქნება არა ატომური არ არის გამოყენება, არამედ ერთგვარი ბლიცკრიგის მცდელობა ბალტიისპირეთის მიმართულებით, რომ შემდეგ უშუალოდ დაკავებული ნატოს ტერიტორიის გამოყენებით უკრაინაში დივიდენდები მიიღოს რუსეთმა. კი. არის ესეთი მოსაზრება. და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ რეალისტურია, ვინაიდან ღია წყაროებში არსებული ინფორმაციები იმაზე, იგივე უკრაინელების და ნატოს ქვეყნების და ამერიკის ერთობლივ წვრთნებზე და იმაზე თუ როგორი მომზადებლები არიან უპილოტოების ტალღების და მსგავსი რაღაცეების და დასავლეთის ქვეყნის ჯარები
შეიძლება მართლაც მივიდეს იქამდე, რომ რუსებმა ყოველ შემთხვევაში უპილოტოების მასობრივი ტალღით და მსგავსი რაღაცით ბალტიისპირეთში მსგავსი რამ მართლაც სცადონ. გამოვათ არ გამოვათ სხვა თემა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მართლაც შეიძლება სცადონ. ხო, არის ასეთი მოსაზრება ნამდვილად არის, მეც მინახავს. ნუ და თუ ეს ძალიან მოხდება, ბევრი პრობლემა. რეალისტურად რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში საკმაოდ არის ასე საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი გაუფრთხილებული ბევრ რამესთან დაკავშირებით, მე მაინც ვფიქრობ, რომ ისინი მაინც არ არიან მზად იმისათვის, რომ თუნდაც ნატოს გულისათვის ბალტიის ქვეყნების მხარეს ღიად ჩაერთონ ომში. კი, მაგრამ ნუ სხვა გზა არ ექნებათ, იმიტომ რომ თუ დაიბომბა სამხედრო ობიექტები, იმ სამხედრო ობიექტებზე, რომელიც ნატოს ეკუთვნის, არიან არა ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები, არამედ დასავლეთ ცხადია, ევროპის მაგრამ აქ ერთი წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არიან ძალიან სერიოზული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ნუ ღიად ისეთ პოზიციას იკავებენ, რომელიც ომის პირობებში ძალიან პრობლემური შეიძლება იყოს და აქ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს. არის იგივე მაგალითად საფრანგეთის ან არის იგივე გერმანიის მთავრობა მზად იმისათვის, რომ ომის პირობებში იგივე გერმანიისათვის ალტერნატივა, ან იგივე მაგალითად ანუ ეს ლეპენი და მისი მომხრები და ეგენი სტალინისეული მეთოდებით განადგურონ. არა. არ არიან და არ მგონია რომ მაინდა-მაინც საჭირო მოუწევთ. იყოს. მე ვფიქრობ, რომ მოუწევთ. არ ვიცი. როგორც მინიმუმ ლიდერებთან მიმართებაში მე ვფიქრობ, მოუწევთ. დემოკრატიული სისტემის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ პოლიტიკური კონფლიქტის ინსტიტუციური გადაწყვეტა ხდება, არჩევნებით ხდება მაგრამ პოლიტიკური აქ კონფლიქტი და არ არის ხო, საჭირო. მაგრამ ჩვენ აქ ერთი რაღაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ევროპაში არსებული ის პოლიარქიული სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შეიქმნა, ფაქტობრივად არსებობდა იმის წყალობით, რომ უსაფრთხოება იყო აუთსორსირებული ამერიკაზე და ამ სისტემის გარანტორი გარკვეულწილად იყო ამერიკა, რომელსაც არაფერს არ აწყობდა ევროპის დესტაბილიზაცია და ამან აიძულა ევროპის შიგნით არსებული პოლიტიკური ფრაქციები, რომ ეს მშვიდობიანი არჩევნების გზით როტაცია და ეს პოლიარქიული სისტემა შეენარჩუნებინათ, მაგრამ დღევანდელ რეალობაში, როდესაც ცივი ომი დასრულებულია, ნატოს არ განუცდია თავის იდეოლოგიური გადახალისება და მთელი რიგი იდეოლოგიური პარადიგმები შეიცვალა, რამდენად არსებობს ამის გარანტია ძალიან რთული საქმეა და თან არ დაგვავიწყდეს, რომ მემარჯვენე პოპულისტები ტრამპის ხელისუფლების დამსახურებით წესებით არ თამაშობენ. წესებით არ თამაშობენ. შესაბამისად, იმაზე ფიქრი რომ თუნდაც ომის პირობებში იგივე ლეპენი, იგივე ეს ვაიდელი და ეგენი წესებით ითამაშებენ, გარანტირებული არ არის. არ არის ნამდვილად, მაგრამ შესაბამისად, მე შეიძლება უფრო ექსტრემალური მაგალითი მომყავდეს, მაგრამ რეალობა გვაქვს ისე, რომ ეს მემარჯვენე პოპულისტები წესებით არ თამაშობენ და არც ომის პირობებში არ იქნება იმის გარანტია, რომ წესებით ითამაშებენ. მოდი დაუბრუნდეთ ჩვენ თემას ძალიან ამერიკის თემაზე რო არ გადავიდეთ. ამ გავლენებმა და ტრამპის, ასე ვთქვათ, კომპეტენტურობამ თუ არაკომპეტენტურობამ აშკარად პოვა გეოპოლიტიკაში დიდი გამოხმაურება და ერთ-ერთი გამოხმაურება იყო ის, რომ სხვადასხვა ქვეყნებმა, მათ შორის ამერიკის მოკავშირეებმა დაიწყეს ალტერნატიული უსაფრთხოების წყაროებზე საუბარი. ეს არის ევროპაშიც არის ამაზე საუბარი, სტრატეგიულ ავტონომიაზე, გერმანელებში არის საუბარი, ბირთვული იარაღი ხო არ იმას შევქნათ, ახალი ბირთვული ქოლგა ხო არ იყოს ამერიკელებისგან დამოუკიდებელი, აქ ფრანგები შემოდიონ, ბრიტანელებს უჭერთ, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ამერიკელებზე არიან დამოუკიდებული ბირთვული შესაძლებლობებით, ფრანგებს აქვთ ავტონომია ამ მიმართულებით, ამიტომ შეიძლება საფრანგეთმა დაიწყოს წარმოება იმ ხრივ, რომ საფრანგეთი გახდეს, ასე ვთქვათ, ბირთვული ქოლგის ერთ-ერთი წარმომადგენელი ევროპაში. აქ ჩვენ ვხედავთ ისევ ამ სამ ქვეყანას შორის, რომ თურქეთი ეძებს ალტერნატივას ან პარალელურ უსაფრთხოების გარანტიებს ნატოსგან, საუდის არაბეთს ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს ამერიკასთან და ძალიან სერიოზული უსაფრთხოების თანამშრომლობა აქვს, მაგრამ ისინიც ალტერნატივას ეძებდნენ. პაკისტანს თავის მხრივ ჩინეთთან აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, ამერიკასთანაც აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, მაგრამ ასევე ეძებენ ალტერნატივას. რას გვეუბნება ეს დღევანდელ სამყაროზე? რას ნიშნავს ის, რომ ამერიკასთან ალიანსში ან პარტნიორობაში მყოფი ქვეყნები ეძებენ ალტერნატიულ წყაროებს? ერთი უსაფრთხოების გარანტიით, ასე ვთქვათ, არ კმაყოფილდება არავინ და ცდილობენ დივერსიფიცირებას, მეტ უსაფრთხოებას, მეტ პარტნიორებს ეძებენ და მე მინდა ისევ საქართველოზე დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ჩვენ იმის მაგივრად რომ ბევრი პარტნიორი ერთიც არ გვყავს, ასე ვთქვათ, მოკავშირე, რომელიც ჩვენთან ერთად რაღაცას გააკეთებს და ჩვენ ამ პოტენციურ მოკავშირეების გარიყვასაც ასე ვთქვათ არ ვიშურებთ და რას ნიშნავს ეს დღევანდელ სამყაროზე?
რას გვეუბნება ეს დღევანდელ სამყაროზე, რომ ეს ქვეყნები ალტერნატივებს ეძებენ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მყარი უსაფრთხოების გარანტიები აქვთ, ყოველ შემთხვევაში იმაზე მყარი, ვიდრე ჩვენ ნებისმიერ ისტორიაში გვქონდა. დავიწყოთ იქიდან, რომ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამერიკაში ძალიან სერიოზული იდეოლოგიური და პოლიტიკური გადალაგება მიდის და თუ იმას გავთვალისწინებთ, ამერიკაში რა ტიპის პოპულარული კულტურა დომინირებს, იგივე თავისი გროიპერებით, Reddit-ის კულტურით, ეს სხვადასხვა ტიპის მემარჯვენე თუ მემარცხენე გადალაგებით ამერიკაში და პოლიტიკურ სპექტრზე და ასე შემდეგ. ამერიკის მოკავშირეები ხედავენ, რომ ტრამპი პრობლემის მიზეზი არ არის, ეს არის სიმპტომი და ამ ყველაფერს აქვს მიზეზები. ამერიკული პუბლიკა დაიღალა, ერთი მხრივ ოკეანის მიღმა ომებით დაიღალა, მეორე მხრივ დაიღალა იმით, რომ თვითონ სიტყვაზე, საშუალო ამერიკელი სამსახურში რომ მიდის 10 გეტოს გავლა უწევს მანქანით და თვითონ თავისი პრობლემებით საკმაოდ დიდი აქვს. ის პროპაგანდა, რომ იგივე ამერიკაში ღარიბი არ არსებობს და ყველა ღარიბი მხოლოდ კრიზისში მყოფი მდიდარია, აღარ მუშაობს. იგივე მაგალითად, ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე ძალიან გაზრდილია და საშუალო ამერიკელი ხედავს, რომ თვითონ სიტყვაზე რაღაც დიაბეტის წამალში ამდენს რო აძლევს, კანადელი იმის მე-10-ს აძლევს და შესაბამისად ამერიკაში თვითონ ქვეყნის შიდა პრობლემები, რეალურიც და არარეალურიც უკვე იმდენად წინა პლანზეა გადმოწეული, რომ ასეთ რეალობაში თვითონ ამერიკის საზოგადოება ძალიან არის თაღლილი, ხოლო მეორე მხრივ ტრადიციული პოლიტიკური ისტებლიშმენტიც, რაც ჩანს საკმაოდ არის მოშორებული ხალხის ინტერესებს და ეს ხალხის წარმომადგენლობის საკმაოდ სერიოზული პრობლემაცაა ამერიკაში და ასეთ რეალობაში, როდესაც თავად ამერიკაში საკმაოდ სერიოზული პარადიგმის კრიზისია, ის საგარეო პოლიტიკური რაღაცებისთვის ესეულად ვეღარ მოიცლის. და ამერიკის მიღმაც, ამერიკის უსაფრთხოების გარანტიების მიმართ ის ნდობა აღარ არსებობს. იგივე მაგალითად უკრაინასთან მიმართებაში ბუდაპეშტის მემორანდუმის სრულმა გაკოტრება, იგივე მაგალითად ახლო აღმოსავლეთში, ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც ამერიკა მზად იყო დახმარებოდა თავის მოკავშირეებს, რესურსების თუ პოლიტიკური ნების ნაკლებობის გამო ეს დახმარება არ იყო ის, რასაც ეს მოკავშირეები ელოდნენ და შესაბამისად აქ თავად ამ საკმაოდ სერიოზულ შიდა პოლიტიკურ კრიზისებთან ერთად არსებობს პარადიგმის კრიზისი, რომელიც სამხედრო პოლიტიკურ ალიანსებსაც ეხებათ და ასეთ რეალობაში ყველა ცდილობს, რომ საკუთარი თავისათვის რაიმე სახის ალტერნატივა იპოვოს და შექმნას ან ალტერნატიული ნატო, ან ალტერნატიული მოკავშირე იპოვოს, რომელიც მას გარკვეულწილად ამერიკას შეუცვლის. ბოლომდე ამერიკას პოტენციალის გამო ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეცვლის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება იყოს უფრო მეტად ერთგული და საიმედო მოკავშირე ვიდრე ამერიკა და ასე შემდეგ. თან აქ არ უნდა დავიწყოთ ისიც, რომ იგივე მაგალითად ამერიკაში რეალურად საკმაოდ სერიოზული შიდა პოლიტიკური და იდეოლოგიური ცვლილებები ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს, ვინაიდან და არც ტრამპიზმის მემკვიდრეობა არ იქნება ისეთი რამ, რაც 5-10 წელიწადში ერთი და ორი პრეზიდენტის შემდეგ გაქრება და არც ანტიტრამპისტულ სპექტრზე დემოკრატიული სოციალისტების და სხვების აღზევება იქნება ისეთი რამე, რაც უკვალოდ ჩაივლის და შესაბამისად ვინაიდან არ ვიცით როგორ იქნება ამერიკა 20-30 წლის შემდეგ, ეს არ იციან არც ისეთმა ქვეყნებმა, რომლებიც ამერიკაზე იყვნენ დამოკიდებულები ბევრ რამაში და შესაბამისად საშუალო და მოკლევადი თუ გრძელვადიანი პერსპექტივებისათვის ყველა მათგანი ცდილობს, რომ გარკვეული ალტერნატივა ჰქონდეს, რომელიც ისეთ შემთხვევაში გაგრძელებს არსებობას, თუ კი ერთი მხრივ ან ამერიკა სრულიად ჩამოშორდება გლობალურ პოლიტიკას, ან მეორე მხრივ ამერიკა დაბრუნდება. ვინაიდან არც ერთ შემთხვევაში ამერიკა არ იქნება ძველი ამერიკა და შესაბამისად დივერსიფიცირება და ალტერნატივების შექმნა, ძებნა, ან თუნდაც მათზე ფიქრი, ფაქტობრივად დასავლეთის ბლოკზე დაყოფილ ამერიკის არადასავლელ მოკავშირეებშიც კი ძალიან სერიოზულ საკითხად არის ქცეული და ყველა მათგანი ცდილობს, რომ თავიანთი პოტენციალიდან გამომდინარე რაიმე გააკეთოს. შესაბამისად ეს ალიანსიც ამ ჭრილში უნდა დავინახოთ. კი ბატონო. რა შეიძლება ვთქვათ ამ ცვალებად და ასე ვთქვათ საშიშროებებით სავსე გლობალურ მდგომარეობაში საქართველოზე.
რომელიც ნუ ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ და ვცდილობთ დღემდე და ჩემი აზრით ეს აბსოლუტურად გამართლებულია, რომ ინტეგრირებული ვიყოთ დასავლურ სტრუქტურებში, ევროკავშირში, ნატოში, მაგრამ ის ქვეყნებიც, რომლებიც არიან ნატოში და ევროკავშირში, ალტერნატიულ გზებს ეძებენ. რა შესაძლებლობები გვაქვს იმისთვის, რომ ნუ ერთის მხრივ რა თქმა უნდა ვინტეგრირდეთ და უსაფრთხოების რაიმე გარანტიები მაინც უნდა გქონდეს, მაგრამ მეორეს მხრივ კიდევ უფრო წინ წავწიოთ და შესაძლებლობები და ჩვენი უსაფრთხოების გარემოებები უფრო უზრუნველყოთ და უფრო გავაფართოვოთ ასე. პირველ რიგში ერთი მხრივ საქართველოს მართლაც დასჭირდებოდა მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა ნორმალური ხელისუფლების პირობებში, მაგრამ ჩვენ რაც გვაქვს ასეთი რეალობა, რომელიც ანუ მთლიანად დასავლეთთან ცარიელ კონფრონტაციას და ეკონომიკურ სპეკულაციას ემყარება და მთლიანად დამოკიდებულია ძალიან ვიწრო წრის გამდიდრებაზე და მათ მიერ ფულის კეთებაზე. აქ მე ვფიქრობ, რომ როგორც მინიმუმ დასაწყისისთვის აუცილებელი იქნებოდა დასავლეთთან ურთიერთობების მოწესრიგება. კი, ხელისუფლების მომხრე წრეებში ძალიან უყვართ იმაზე საუბარი, რომ ჩვენ დავალაგებთ ამერიკასთან ჩვენი პირობებით, ჩვენ დავალაგებთ ევროპასთან ჩვენი პირობებით და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ? რა ბერკეტები გვაქვს? ბერკეტების გარეშე შენი პირობებით ვერავისთან ვერაფერს ვერ დაალაგებ და როგორც მინიმუმ გარკვეულ საკითხებში კომპრომისზე წასვლა იქნება საჭირო. და საქართველოს რეალურად მით უმეტეს მას შემდეგ, რაც სომხეთ-თურქეთ-აზერბაიჯანის შორის ურთიერთობები დაალაგებისკენ მიემართება, რა ბერკეტებიც ჰქონდა, ისიც კი ხელიდან ეცლება და ასეთ რეალობაში თუ კი საქართველოს რამე უნდა გააკეთოს, პირველ რიგში დასავლეთთან ურთიერთობების დაალაგება უნდა იყოს. კი, შეიძლება ძალიან კონფრონტაციული პოლიტიკა ასეთ რეალობაში, რომელიმე სხვა ძალასთან მეზობელ ქვეყანასთან შეიძლება არ გვაწყობდეს, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ დასავლეთთან კონფრონტაციაზე უნდა წავიდეთ. კი, შეიძლება ჩვენს ხელისუფლებაში ბევრი მათგანი იმას, რომ დასავლეთის ქვეყნებში ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა და განსხვავებით ზოგიერთი მეზობელი ქვეყნისაგან მათთან ურთიერთობების რადიკალური დაძაბვა არ დასრულდება მეორე დღესვე სამხედრო ინტერვენციით ან რაიმე რადიკალური ნაბიჯით, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებში ეს ჩვენთვის ძალიან დამაზიანებელი არ არის და დასავლეთთან კონფრონტაცია ისეთ დროს, როდესაც ამის რეალური საჭიროება პრინციპში არ იყო, რეალურად იქით მიგვაქანებს, რომ ამას შეიძლება ყველაზე უარესი სცენარიც კი შეიძლება მოხდეს საქართველოსათვის. ანალოგიურად იგივე თქმა შეიძლება უკრაინასთან მიმართებაშიც. ანუ ჩვენთან კი აბა ომი გინდათ საკმაოდ ეფექტური პროპაგანდის საშუალება და აქცეული და ძალიან უყვართ ამაზე საუბარი, მაგრამ ყველას ავიწყდება ერთი რამ. ჩვენ ქვეყანას არ გააჩნია ელემენტარული თავდაცვის ძალები და ელემენტარული ანტისავიაციო თავდაცვა და თუ კი სიტუაცია იქით წავა, რომ იგივე უკრაინასთან ძალიან დაგვეძაბება სიტუაცია, უკრაინასაც საკმარისი რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ აბა ომი გინდათ პროპაგანდა ძალიან ცუდად შეუბრუნოს ჩვენს ხელისუფლებას და მაშინ რა იქნება ამის თქმა, მე პირადად ძალიან მერტულება და ვმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ სრული რეალობაა ის, რომ თუ კი იგივე მაგალითად გაგრძელდება რუსეთში ნავთობის გატანა ან რაიმე მსგავსი და უკრაინის თემა ფაქტობრივად აბა ომი გინდათ პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხად იქნება ქცეული, საბოლოო ჯამში ისეთი რაღაც გამოვიდეს, რომ აბა ომი გინდათ პროპაგანდა სრულად წყალში ჩაიყაროს იმის გამო, რომ უკრაინელებს მოთმინების ფიალა ევსოთ და ამჯერად უკვე უკრაინელებმა გააკეთონ რაიმე ისეთი. შესაბამისად თუ კი საქართველოს რაიმე უნდა გააკეთოს, ეს უნდა იყოს უკრაინასთან და დასავლეთის ქვეყნებთანაც ურთიერთობის დაალაგება და არა. ამას არანაირად არ სჭირდება სხვა ქვეყნებთან მაინც და მაინც კონფრონტაციული ენის გამოყენება და მათ სხვათან კონფრონტაციაში შესვლა. ამ ყველაფრის გაკეთება ამის გარეშეც შეიძლება და თუ კი ჩვენ ამის შემდეგ რაიმე რადიკალურად უკრაინულ ნაბიჯებს არ გადავდგამთ და რადიკალურად პროდასავლურ რიტორიკას არ გავატარებთ, ამას ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე ეს ქვეყნები გაგებით მოეკიდებიან, მაგრამ ასეთი მარტივი ანალიზების გაკეთების მქონე, სურვილის მქონე, ნების მქონე პოლიტიკური მენტალობა და პოლიტიკური რაღაც ჩვენს პოლიტიკურ ელიტებში და ხელისუფლებაში, რა ვიცი, მე როდესაც ვხედავ ძალიან ნაკლებად უნდა იყოს შემორჩენილი.
კი, შეიძლება ძალიან ესე რეალისტურად რა, რეალისტური საერთაშორისო ურთიერთობების ხედვიდან გამომდინარე არის ნათქვამი, მაგრამ ძალიან ბევრს ავიწყდება ის ფაქტი, რომ როდესაც შენი საგარეო პოლიტიკა არის, რომ შენ ხარ სუსტი და არავის პრობლემას არ შეუქმნი, რაზეც არაერთხელ ყოფილა საუბარი, ჩვენგან თუ საფრთხე არ მიდის, ჩვენ არავინ არ დაგვემუქრება, როდესაც შენ ხარ სუსტი, ნებისმიერისთვის ხარ ხელწამოსაკრავი. ანუ ვის რა ინტერესიც აქვს, ყველა თავის ინტერესს გაატარებს და შენ არავინ არაფერს არ გითხავს. ანუ სისუსტე საგარეო პოლიტიკის ან საფრთხის სტრატეგია არასდროს არ ყოფილა. დიახ, და ჩვენთან ეს ავიწყდება განსაკუთრებით პროსახელისუფლებო სპექტრს, რომ რეალურად საქართველოსნაირი ქვეყნისათვის მით უმეტეს ოცნების საგარეო პოლიტიკის პირობებში, როდესაც როგორც უკვე ახსენეთ, ანუ ჩვენი სისუსტე არის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად დაყენებული, იქ უკრაინასაც ძალიან ბევრი კარტა უდევს სახელოში, რომელთაც ძალიან ცუდ დღეში შეუძლია ჩვენ საქართველოს ჩააგდოს. არა მარტო უკრაინას, ჩვენ მეზობლებსაც. სხვებსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში უკრაინას ვახსენებ, ვინაიდან ანტიუკრაინული რიტორიკა ჩვენი ხელისუფლების ნარატივებში ბევრად უფრო წინ დგას, ვიდრე რაიმე სხვა. კი ბატონო. შესაბამისად, თუ კი მაინც და მაინც ჩვენი სისუსტის ფაქტორია, მაშინ არც უკრაინასთან კონფრონტაციის ფუნება არ გვაქვს. კი ბატონო. ხო, უსაფრთხოების დივერსიფიცირებაზე ვისაუბრეთ და უსაფრთხოების დივერსიფიცირებაზე, მაგრამ მოდი ჯერ უსაფრთხოების რაღაცა სისტემის შექმნაზე ვისაუბროთ და მერე უკვე ამ სისტემის დივერსიფიცირებაზე და საბოლოო კითხვის სახით მოდი ამას დაგისვავ. რახან ჩვენ ვისაუბრეთ მექის შეთანხმებაზე, სიღრმისეულად განვიხილეთ. შენი აზრით რა პოტენციალი აქვს და რა მომავალი აქვს ამ ორგანიზაციას? ეს იქნება შენი აზრით ორგანიზაცია, რომელიც ფორმალურად გააგრძელებს არსებობას იმისთვის, რომ შიდა პოლიტიკურ თემებში იყოს გამოყენებული ამ ქვეყნების მიერ, თუ ამ ორგანიზაციას ეტყობა რაღაცა, რომ ის გაცილებით უფრო სერიოზულ გეოპოლიტიკურ ძალად გარდაიქმნება, რა თქმა უნდა დროსთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ საუდის არაბეთი ყოველ შემთხვევაში ლოგისტიკის ნოუ-ჰაუს და ცოცხალი ძალის ამბავში და სხვა ყურის ქვეყნები საბოლოო ჯამში უკვე შეუერთდებიან ამ ალიანსს. რაც მართ სურთ, იმას მიიღებენ. პაკისტანი და თურქეთი მიიღებენ გარკვეულ შიდა პოლიტიკაში გამოსადეგ პოპულისტურ რაღაცებს და ფინანსურ სახსრებს, რაც მათ ასევე სჭირდებათ და პრინციპში მათი რეალური პრიორიტეტია. მაგრამ აი, როდესაც საქმე შეეხება რეალურ გამოცდას, იგივე ირანთან, ისრაელთან რეალურ დაპირისპირებას, ასეთ გამოცდას მე ვფიქრობ, რომ ეს ალიანსი ვერ გაუძლებს, თუმცა ის რომ ამ ალიანსის რომელიმე მონაწილეს რეალურად ისრაელთან ან ირანთან რაიმე რეალური დაგრძელვადიანი პრეტენზიები შეიძლება მქონდეს, მე პირადად ვთვლი, რომ ასეთი რამე არსად არ ჩანს და არცაიდან ამასთან დაკავშირებით არაფერი არ იკვეთება. შესაბამისად, ძალიან ნაკლებად მგონია, რომ რაიმე რეალური გამოცდა მალე დაუდგეს ამ ალიანსს წინ და ამ რეალური გამოცდის არარსებობის პირობებში მე ვფიქრობ, რომ არსებობას გააგრძელებს. კი ბატონო. მე ვიტყოდი, რომ ჩემი გადმოსახედიდან ცოტა ნაადრევია საბოლოო დასკვნების გაკეთება, მაგრამ მე დავაკვირდებოდი შემდეგ მიმართულებებს. საერთო სწავლებების ჩატარებას და რაოდენობას, რა ფორმის იქნება, რა ტიპის სწავლებები იქნება და როგორ ჩატარდება და თუ დაიწყება უშუალო კოორდინაცია არა მინისტრების დონეზე, არამედ სამხედროების დონეზე, თუ დაიწყება ერთიანი ორგანიზაციების შექმნა, როგორც არის ერთიანი სარდლობების ან რაღაცა ტიპის ცალკეული კოორდინაციის ცენტრების შექმნა, ამის შექმნა თუ დაიწყო, ეს ჩემთვის ინდიკატორი იქნება, რომ ეს ცოტა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ფორმალური შეთანხმება. დავაკვირდეთ რა მიმართულებით წავა ეს ყველაფერი, ძალიან საინტერესო იქნება. ფურცელზე ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ამ ორგანიზაციას ჩემი გადმოსახედიდან. ეხლა უკვე გააჩნია რა იზამენ და როგორ იზამენ. კი. და ზოგადად მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და რეალურად შიდა პოლიტიკური და ფინანსური ფაქტორები ძალიან დიდ როლს ასრულებს, მე მაინც ვფიქრობ, რომ თლად უპერსპექტივოც არ არის, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან შორსაა და შორს იქნება ყოველთვის ახლო აღმოსავლურიდან თუ ისლამური ნატოსაგან. კი ბატონო. არაჩვეულებრივი დასასრულია. დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის და იმისთვის, რომ სიღრმისეულად გაგვაცანე ეს თემა, რომელზეც გვესმის, მაგრამ ბევრს არ საუბრობენ. დიდი მადლობა, რომ ბოლომდე გვიყურეთ. თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი და არ გინდათ, რომ გამოგჩეთ სიახლეები ჩვენგან, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ასევე გამოყვეთ ჩვენ სოციალურ მედიაზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. აუდიტორიის დაგროვებასთან ერთად ჩვენ გეგმავთ დავამატოთ სხვადასხვა ტიპის კონტენტი. ამიტომ თუ არ გინდათ, რომ გამოგრჩეთ ჩვენგან სიახლეები, გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედიის გვერდები. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ.